მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან საინტერესო ადამიანი და გაგაცნოთ. ჩემთვის დიდი ხნის ნაცნობი და ახლობელი, მაგრამ მაინც თქვენც მინდა ახლა გაგაცნოთ. ამირანი, ასტროლოგი, რომელიც ჩემთვის ძალიან ესეთი საინტერესო ადამიანი არის და ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ ერთად ადრე და მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი დისკუსია. მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ არ გვილაპარაკია ესე ჩამოყალიბებულად რაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მგონია რომ აი ასტროლოგების შეხვედრა გარკვეულწილად საინტერესო არის ერთმანეთისთვისაც, მსმენელისთვისაც, იმიტომ რომ იქ სხვა ხედვები არის, სხვადასხვა განხრები არის, ახლა მაგალითად ასტროლოგიაში ძალიან ბევრი მიმდინარეობა არის. ყველა რაღაცაში არის ძლიერი, ესე რომ ვთქვა. ახლა მე ვიცი რომ კარმულ ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში ვარ მაგალითად. და სხვათა შორის ესეთი პრეისტორია უნდა მოვყვე. დილის 6-ის ნახევარზე შევხვდი ამირანს ბათუმის ვაგზალზე. მოვიყვანე ჩემთან. თან აი ესე უცე მეუბნები რომ ჩამოდი მეთქი ჩაგწერო მეთქი და მართლა ჩამოვიდა. დილის 6 საათი და ვზივართ აივაზე და ვლაპარაკოთ. ჩვენ აქ თერაპია გავიარეთ, ფსიქოლოგიური გავაცანი, ჩემ პრაქტიკები უკვე ესე ონლაინ გქონდა ხოლმე ადრე ესეთი შეხვედრები, მაგრამ ახლა პირადად ბაგრაუნდების პრაქტიკები გავიარეთ. და ამაზეც მინდა მე შენი აზრი გკითხო, თქვათ, აი ამ თერაპიულ პრაქტიკებში, იმიტომ რომ თვითონაც გადის თერაპიას, გეშტალტ თერაპიას და აი სინთეზი თვითონაც იცის ამირანმა, მაგალითად რაზეც ლაპარაკობთ ხოლმე სულ ასტროლოგია და აი რაც რუკაში არის, მე უკვე თერაპიაზე რო ცხოვრობს ამ ყველაფერს და მისი შედეგებიც მინდა მე მოვისმინო და მოდი, დაეცანი ხალხს. და რაში ხარ შენ კარგი ასტროლოგიაში? ძალიან დიდი. რომ მოყვე შენ თავზე. თამარო შენ სამთითო ოჯახში მომიწია, იმიტომ რომ მეც ამ ოჯახის წევრი ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენი გაცნობით და შენი ესე ვთქვათ, შემოსვლით ჩემს ველში, ესე ვთქვათ, სასიკეთო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც დაიწყო. მე ამირანი ვარ, როგორც მიცნობთ, აწყვეტილი ამირანი, მიჯეჭვები არ არის, პიროვნებია ხოლმე რა, მიჯეჭვი არ აწყვეტილი. სელენა შილდასანი ამირანი არის, მოგზაური ამირანია და კი, აი ეს სელენა შილდასანი ძალიან მიამაყება, ესე ვთქვათ, სხვათა შორის ის რომ თავიდანვე რაც ახსენა და ძალიან მომწონს ეს რომ როგორც ასტროლოგია ვიცით რომ მერწყულით ძირითადად იმართება და აი ეს გაერთიანების ქარისმა რო გაქვს, ანუ უბრალოდ ეს ჩემი მადლიერება არის, ხო, როგორც ასტროლოგის რომ გაქვს ეს ქარისმა რო გაერთიანო თანამოაზრეები, რაღაც კონკურენცია ბჭყალებში არ შექმნა უაზროდ, როდესაც აი ესე იქნება პირიქით თანამშრომლობა, იმიტომ რომ შენგანაც ხშირად მომისმენია და მეც ამას რეკომენდირებ ხოლმე კიდე რომ ნახე ჩვენი იდეა რა იყო ერთ-ერთი შეხვედრის რომ არის სხვადასხვა სფეროები, როგორც მედიცინა არის საერთო მედიცინა, ასტროლოგიაც არის რა თქმა უნდა დაყოფილი თავის მიმართულებებით. ვიღაცა არის ძლიერი ამაში, იმაში, მაგრამ ნახე თავარი საწყისი იწყება იქ, როდესაც ამოირჩევ, სადაც თავს კომფორტულად ვცნობ და სადაც არ ხარ ეგრეთ წოდებული fake. სადაც პირველ რიგში საკუთარ თავს. ჩაგირთო გაგზელო. ჩაგირთო. ოკეი. საკუთარ თავს, სადაც გრძნობ კარად, ესე ვთქვათ, ესე ვინაიდან ჩვენ ისეთ თემებს ვისურვებდი რომ შევეხოთ, სადაც არის სელენა ლილიტის ღერძი, მით უმეტესად ისე სიმბოლურად დაემთხვა, რომ ციკლი ეს დაამთავრე ამ ვიდეოების ვტები, აი ნახე, ჩვენ ვართ მატერიალურ სამყაროში, ხო? რატომ მე დავინტერესდი თუნდაც შენი შემოქმედებითი მოღვაწეობით, იმიტომ რომ მეხუთე სახლი ეგრეთ წოდებული, ხო? ლომის ენერგია რაც არის და რაც საკმაოდ დიდი დოზით კარგად გაგაჩნია შენ, ეს არის რა ქმნი შენ აი ამ ასტროლოგიაში ცალკე ნიშას. ცალკე ნიშას არა, იმიტომ რომ შენთვის ცალკე იყო. ანუ რომ გააზიარო, დაამუშავო ეს და ну ძალიან გულუხვად მინდა ვთქვა რომ გვიზიარებ, ესე ვთქვათ და გვიზიარებ იმ ადამიანებს, ვისაც გვესმის შენი, ვინც ვიგებთ ამ ყველაფერს და თუმცაღა შეიძლება ყველა ეს ერთი დაწყაპუნებით შენ ვიდეოებს შეიძლება ვერიგებდნენ, თუმცა ვართ სხვაებიც ხო, რომლებიც ვცდილობთ თუნდაც ის რაც შენთან მოვისმინეთ, ვთქვათ, ჩვენი მერკურით ხო, ანუ ჩვენი მერკურით გადავამუშაოთ და ეს უკვე უფრო
ფართო მასებზე კიდე გავიტანოთ, იმიტომ რომ თავარი იდეა საერთოდ რატო ვტრიალებთ ამ სფეროში და რატო მოვედით, რომ ჩვენ ვართ ინფორმაციის მიმღები და გამტარებლები, ხო? იმიტომ რომ როგორც მაგალითად აი სახლში ვხედავთ, ხო, აქ. ამ სახლში შემოდის ერთი დიდი კაბელი, ეს კაბელი მერე იქსელება და ეს კაბელი, დიდი კაბელი და დაქსელული კაბელი, რომელიც არის მთავარი არის წყაროს ატარებს, ხო? აქ უკვე შეიძლება იყოს ეგოების თამაში, რომ ვინ უფრო წონიანია, ვინ უფრო ძლიერი და მე მაგ თამაშის სიმართლე გითხრა, არ მაქვს სურვილი შესვლის. ყოველ შემთხვევაში მე მადლობელი ვარ ამ პოზიციის ჩემი მხრიდან. რაც შეეხება იმას თუ რასაც ვემსახურებით და ჩემი შემოსვლა ასტროლოგიაში რატომაც იყო, ეს არის რესურსი, პიროვნული რესურსი, რა გააჩნია ადამიანს. იმიტომ რომ ნახე მე ასტროლოგიაში მომიყვანა ჩემა ლილიტმა შეიძლება даже ესეც ითქვას, ხო? იმიტომ რომ ლილიტს რო ვერ ვამუშავებდი და აქედან მოვუარე, იქიდან მოვუარე, იმიტომ რომ იმ ფორმატით რო ვისაუბროთ, რასაც შემგთავაზობ და ძალიან საინტერესოდ, ხო? ლილიტის ელენას ღერძი, ანუ ზოგჯერ ამ სელენას ვერ ურთავთ, სანამ ამ ლილიტს ბოლომდე ვერ შევიგრძნობთ, კანზე სანამ არ იგრძნობ. მე ჩემი სისუსტეები რო გავაცნობიერე, თუნდაც ემოციური მოწყვლადობა ესე ვთქვათ, ხო? ნუ ეს თვალი ხო უნდა გაუსწოროთ ამას. და ზუსტად აი ეს მომენტი, როდესაც ამას აცნობიერებ და შედიხარ უკვე თერაპიაში, თუნდაც თერაპიული რაკურსით, რატო ვამბობთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში, რომ ფსიქოლოგია ასტროლოგიის გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმიტომ რომ ეს თუ მაძლევს ასტროლოგია, თუ მაძლევს ესე ვთქვათ, დიგიტალურ ინფორმაციას, თუნდაც ეს რო აღნიშნოთ, ხო? აი ფსიქოლოგია უკვე გვეხმარება ვიზუალებს მიუახლოვდეთ, კინესთეტიკას მივუახლოვდეთ, აუდიალის დონეზე რაღაცები გავიგოთ, ხო? და ამიტომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მithumetes, როდესაც ესე ვთქვათ, ცხოვრება ძალიან სწრაფად და მიჩქებს, ხო, რაც მალე მით უკეთესი დავთქვეთ ამ ცხოვრებით, ნუ გავწელავთ, ანუ ჩემი იდეა ერთ-ერთი ეს არის, რომ ნუ გავწელავთ. აი ეგ არის, რომ მოკლე დროში შეგვიძლია ძალიან ბევრი რამის დამუშავება ასტროფსიქოლოგიაში, ორივეს რო ვთავაზობთ. აი ზუსტად ეს არის. ძალიან დიდი ეკონომია არის დროის. და იმიტომ მაგალითად ჩემთვის თუნდაც როდესაც უკვე დაახლოებით 5 წელია მე ვაპრაქტიკებ, ესე ვთქვათ, ჩემ ცოდნას უკვე კონსულტაციებში აქტიურად. როდესაც ჩემ ველში გამოჩნდა უკვე თამოაკობარდია და ზუსტად აი ეს რაკურსი შემოიტანა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, კარმულ ასტროლოგიაში იქამდეც კითხულობდი, ვისმენდი, ესე ვთქვათ, ლექციებს, სიგნებს, სტატიებს, მაგრამ ხო არის გასაგები ენა უფრო მეტად ხვდები, ანუ ჩემთვის აი ეს სისტემატიზაცია მოხდა, ანუ ჩემთვის გასაგებ ენაზე მიხსნის ადამიანი და მახედებს. რაც შემდგომ უკვე დაახლოებით წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ჩემს ვიდეოზე მაქვს ჩართულობა, ესე ვთქვათ, და როდესაც მე ამას უკვე ჩემთან მოსულ სმენელს ვუზიარებ, ანუ შედეგზე გავდივარ. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. და მე სიამაყით მინდა ესე ვთქვა, რომ თამოს ასტროს ფსიქოლოგიური სკოლა გავიარე. ეს იყო ჩემი პირადი დაინტერესება, იქიდან გამომდინარე, რომ მე როგორც პრაქტიკოსი ასტროლოგი, ანუ მინდოდა ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს, ვისაც ცოდნა გააჩნია ამ სფეროში, არა მხოლოდ შემოწმებინა, გამეზიარებინა ზუსტად ჩემი უნარჩვევები, ჩემი ხედვა როგორია, რანაირი არის, რომ ან კორექცია მიმეღო, რჩევები მიმეღო. ბოდიში, თანაწამყვანივით იყო ხოლმე სკოლაში, ამიანი ჩემთან. აი შენ როგორ ფიქრობ, ამირა რაღაც იყო თერაპიული გარჩევების გქონდა და აბა შენ როგორ ფიქრობ, დაიწყებ და თანაწამყვანი იყო მოკლედ. იმიტომ რომ მან დაუმეგობრდით. ანუ მან ზუსტად მივხვდი ზუსტად რომ სწორად გაუგებდით ერთმანეთს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთ ტალღაზე ვიყავით, ერთ ვიბრაციაზე, დღეს როგორც გვიყვარს ხოლმე ამ სიტყვის ხმარება მაგალითად და ამავდროულად ნახე, როდესაც ეს ველი იკვრება, ხდები რაღაცა უფრო გრანდიოზული იწყება ჩემთვის, ეგ მომენტი არის ხოლმე გრანდიოზული ვისთვის, ანუ შენთვის, ჩემთვის არა, ჩვენ თუ ვართ ეს ასტროლოგიურად ურანის ან მერწყულის ან მშვილდოსნის
აურაში ეს არის რომ ჩვენ ვუზიარებთ ჩვენ ამას არ ვიტოვებთ ჩვენთვის რომ მაგარი ტიპები ვართ და ეხლა იცი რა ვიღაცებზე იმას ვიზავთ რა ქვია манипуლირებას გავაკეთებთ და ესე ვიზავთ არა მეორეს მხრივ არის ის მომენტი რომ ასტროლოგია რომელსაც მაგალითად თავაზობ შენ ხო ფართო მსმენელებს ამ სფეროში რომელსაც ვცდილობ მე ესე ვთქვათ შემოვუერთდე და ჩემი მოღვაწეობით ვნერგავ ასე ვთქვათ ხო ეს არის არა fast food-ი ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ მოდი მე პირადად ამას ვიტყვი რა რომ ყველას თავის ნიშა კიდევ ერთხელ fast food-ს როცა ვამბობ ეს არ არის ვინმეს დაკნინება ინდა თუ არა ის მომენტი რომ აუ ეს პროგნოზირებაზე არ შე რა თქმა უნდა ასტროლოგიაში მოვდივართ რომ პროგნოზირებაც გვაინტერესებს დახასიათებაც გვაინტერესებს შეთავსებაც გვაინტერესებს მაგრამ ასტროლოგიას უფრო ნიშნულოვანი ხერხები გააჩნია როგორ მიგვიყვანოს იქამდე რომ ჩვენ ჩაციკლული არ ვიყოთ რომ აი ხვალდაზე თუ მზე შევა კიჩხიბი ზოდიაქოში რა მოხდება და თვარე თუ კვადრატურა გამიკეთებს რა მოხდება შენ ასტროლოგია ისე როგორც ფსიქოლოგია ხო გთავაზობს გაძლიერებას ესე ვთქვათ გამყარებას ანუ მოიძიო შენი რესურსები მაქსიმალურად ამოიღო რაც გაქვს ისინი გაამყარო იმაში თუ ძლიერი ხარ უკვე ხო ანუ როგორი ამინდიც არ უნდა მოვიდეს ანუ შენ შეიარაღებული გადიხარ რა მთავარი არის რომ შინაგანად იყო მზად მე ასე ვუყურებ და ამავდროულად რომ სიმართლე გითხრა ხშირად არის ხოლმე მაგალითად მე ჩემს მენელებთან მქონია რომ ვაფიქსირებ არ მიყვარს როცა ასტროლოგია ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებაა შეიძლება ფატალიზმში რომ გინდა თუ არა ესე მოხდება ანუ რას ქვია ესე მოხდება აბა ის გულისებს საუბრობთ მე და შენ ესე რომ არ მოხდეს და აი ეს სირაქლემას პოზიციაში არ ვიყოთ მაგალითად ან ერთი და იგივე არ ვტკეპნოთ და ერთი და იგივე წყალში არ შევიდეთ ზუსტად ამიტომ ვართ ესე ვთქვათ ადამიანები რომლებიც უფრო ჩახედულები ვართ თამაში ვეხმარებით სხვებს სხვები თუ ჩვენ დაგვეხმარებიან პირიქით დიდი მადლობლები ვიქნებით და ამიტომ ჩემთვის მაგალითად საინტერესო არის ზუსტად შენთან განხილვა თუნდაც თუ გინდა ესე დავარქვათ ასე ვთქვათ შეჯამება აი ამ კარმული მომენტების ლილიტი და სელენას ღერძის მე მინდა რომ შენ დაგისვა ეს კითხვა პირველ რიგში ნახე ვინაიდან შენი აუდიტორია განსაკუთრებით უკვე განათლებული ყავს და ესე ვთქვათ ბევრმა ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს უკვე ლილიტი, რას ნიშნავს უკვე სელენა, რა ნუ ზოდიაქოს ნიშნებზე აღარ ვსაუბრობ. ნახე რამოდენიმე პრაქტიკული ლაიფჰაკი ეგრეთ წოდებული რომ მოგვაწოდო შენი გადმოსახედიდან და მეც ჩემს ას შემოგთავაზებ უკვე მაგალითად რომ ოკეი წეგან საუბრობდით მშულდოსანი და თევზების ღერძზე, ხო? ღერძზე იმქიდან გამომდინარე, რომ როგორ ვაბალანსებთ ერთმანეთს. ან თუნდაც შენი გადმოსახედიდან რომელიც საჭიროდ ჩათვლი თუნდაც მაგალითად ლომი და მშვილდოსანი, ანუ რა მომენტია იცი რომ დიალოგში დაინახონ ადამიანებმა და მსმენელებმა ესე ვთქვათ თუ როგორ შეიძლება ვისაუბროთ აი მაგალითად კონსულტაციაზე როდესაც მოდიან შენთან ესაუბრები ხო ამის პატარა პრეზენტირება გავაკეთოთ იმის რომ უფრო იმიტომ შენ დიალოგი გაქვს ხოლმე ჩვენთან იქიდან გეხმიანებით აქა ვართ თამოგვესმის მაგრამ ფიქრობ ესეთი ფორმატით შეიძლება საინტერესო იყოს აი რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო აი ხო რამდენი ვიდეო მაქვს ამ სელენა ლილიტებზე დადებული ყველა საინტერესოა აი ნახე ახლა რა იყო ნიშნავანი მე ესეთი განცდა მაქვს რომ ჩვენ რო დღეს ჩავჯექით აივანზე სხვას რო უყურებდით შენ შეეხე სელენას დაჟე ფიზიკურ შეგრძნებამდეც კი გქონდა განცდა რომ შეეხე სელენას კი ვაღიარებ ამას ახლა ნახე როგორ მოხდა ჩერეს ლილიტთან შეგრძნებიდან გახვედი სელენაზე კი ყოველთვის ჩემ პრაქტიკაში აი როცა თერაპიულად მუშაობთ უკვე და აი ასტროლოგია ნახე რა გითხარით აი კიდე ურანი და ესენი თქო აი მათ ვთიშავთ ასტროლოგიას უბრალოდ მე ვაკონტროლებ ასტროლოგიას იმ მომენტში რომ ვიცი ადამიანის ენერგეტიკა სად არის მაგრამ ნახე რა ხდება ჯერ შედიან სულ ლილიტში იქიდან გადიან სელენაში
ანუ პირიქით არ ხდება ხოლმე ჩემი გადასახედი და ამიტომ ეს როგორი ყველასთან ინდივიდუალური არის ხო ხვდები. კი ვიცი ღერძი, მაგრამ ის ადამიანი სად გავა მე არ ვიცი. ვიცი რომ აი თუ თევზებია თევზებში გავა, მაგრამ ეს თევზი როგორი არის? ჩარჩო ვიცი კი მსხვერპლის როლი, სევდის როლი, მაგრამ ეს საიდან მოდის? სად არტყამს, როგორ განიცდება, ეს მე არ ვიცი. მე მივყვები მომენტში ადამიანს. და ამის შეგრძნების შემდეგ გადის ადამიანი სელენაში და აი შენ რომ ერთი დავასპოილერებს უბრალოდ ვიტყვი და აი რო თქვი რომ აი ამ სენსის მე რო სხვანაირად ხედავ გარემოსო, რაც ყველას ეგ აქვს ხოლმე ჩემი ჩათვლით, მეც ეგ მქონდა ხოლმე, ხო? მაგრამ რა ხდება, იცი რომ ჩემი გადასახედიდან რამდენი წელი ახლა მაგაზე ვმუშაობ. რაღაც სერიოზულ ნათელ ენერგიას უკავშირდებით მაგდრო წყაროსთან ბრუნდებით არაცნობიერში ჩვენი სული სადღაც ნათელ წყაროს საიდანაც მართლა წამოვიდა ნამდვილი სახლისაც არის საიდანაც იკორებება იქ რო გავდივართ შემოდის უკვე ნათელი და ის ბნელი სიბნელად აღარ გვეჩვენება ნათდება რაღაცნაირად ხასხასდება ფერები და აი ეს რა არის რომ მე რომ დავკარგე ერთდროს ეს წყარო და რომ დავბრუნდი და აი ეგ შოკი რომ მქონდა რომ მე გავიხსენე ვინ ვარ სინამდვილეს აი მაგ გადავწყვიტე რომ აი ეს უნდა გავაკეთო სხვებთანაც თქო აი უნდა გაიხსენონ არა ის რა დარქი გვაქვს უნდა გავიხსენოთ რა საიდან მოვდივართ ნამდვილი მე რა არის აი ეს არის ყველასთან ინდივიდუალური. მე ამ სელენა ლილიძეს სულ ვლაპარაკობ, ეს არის ჩემი გზავნილი, რომ გავიხსენოთ ღვთიური ჩვენში. რომელიც მართლა არის და ეს ღვთიური, იქ რელიგია ღვთიურს და რაღაც იმას ეძახის, თქვა, ღმერთს ეძახის. მეც იგივეს ვეძახი, ოღონდ აქ პლუს ნათელი ძალები და მთელი სამყაროს ჭეშმარიტებასთან გაკავშირი და იცი რაზე გავდივართ ხოლმე სულ ჩემი ჩათვლით აი შენთან რაც გავიარეთ ნახე რომ როგორი უსაფრთხო გახდა სამყარო როგორც კი ამ არხზე გავდივართ სელენას არხზე აი აქ მინდა უკვე დავამატო ჩემი აზრი რასთან დაკავშირებით რატო არის მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ მოთხოვნა კი არ არის ეს ან რაღაცა კრიტერიუმი მაგრამ რატო არის მაგალითად ის სფერო რასაც ჩვენ ვაპრაქტიკებთ და თამოს ამხელა გამოცდილება აქვს მით უმეტეს ნახე შენ ამბობ თამო რომ მე ვხედავ ლილიც და სელენა საიდან მოდის და სად მიმიყანს არ ვიცი და აი აქ არის საჭირო უკვე ფსიქოლოგიური ცოდნა რომ ადამიანი არ დააზიანო იმიტომ რომ შენ შეგიძლია მომახალო სიმართლე სახეში მაგრამ შეიძლება ამით სულ ანუ მე რა ბედენ ახლა თუ გავიგე რომ ლილიტი მყავს თევზებში თუ მერწყულში თუ ლომში ანუ რა მეტყვი რომ აი ესა და ესა და ეს გახასიათებს ესა და ეს ოკეი ტაშ დაგეკრავ და წახვალ და წავალ და მეტყვი მე პრაქტიკულად რაც შეიძლება მოხდეს ხო რატო ვამბობ აი უტრირებულ მხარეს რომ მე ვიღაცამ შეიძლება უთხრას ხო აი ვიყავი ასტროლოგთან ამან მითხრა ესე აუ ეს დაემთხვა ეს არ დაემთხვა ანუ ჩვენ მაგალითად და თამოსთანაც სკოლაში რასაც გავდიოდით მაგალითად ხო და რასაც ვაპრაქტიკებთ ეს არის ის რომ ადამიანებმა თავის თავზე იმუშაონ აი ეს მომენტი პასუხისგებლობა მე როგორც თხის რქას ეს პასუხისგებლობა შემომაქვს თამოს როგორც კირჩხიბს ესე ვქოთ თავისი მზრუნველობა და ფსიქოლოგიური ეს ესე ვქოთ ძალა შემოაქვს იმიტომ რომ ეს არის ის რომ თუ არ დავამუშავეთ ჩვენ ხშირად ვამბობთ ეს ბოცმანის როლი შეიძლება აგერ ზღვასთან გავართ და ბოცმანის როლი შეიძლება შევასრულოთ რომ უბიძგო აქეთ მხარეს ოღონდ არა ის რომ ადამიანი შეაშინო მაგრამ ამისთვის საჭირო არის თუნდაც საბაზისო ფსიქოლოგიური ცოდნა გქონდეს და არა ესე ვთქვათ რაღაც ისეთი მომენტი რომ ხვალ ეს მოხდება ზეგ ეს მოხდება როგორც თამომ თქვა მეც გეთანხმები ამაში რომ ფსიქოლოგიაში უფრო მეტი რესურსი არის და ზუსტად აქედან გამომდინარე აი ნახე რა არის ხოლმე ზოგჯერ დამაბნეველი კიდე კარმულ კვანძებში ვინაიდან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამავდროულად იმიტომ რომ თამოს ახლა ჰიპნოზური მუშაობაც აქვს უამრავი ჩაატარებული ესე ვთქვა თავის გამოცდილებიდან ანუ მე ესეთი უსმენდი ხოლმე აი ჩვენ ვერ ვილაპარაკეთ სკოლაში ანუ ადამიანი გოლახტელა ყველაფერი ხო ესე ვთქვათ ისეთი მომენტები იყო რომ მეთქი თან ეს ადამიანი ამას გვიზიარებს ანუ არა ის რომ უბრალოდ პირადი იყო მხოლოდ ანუ იმდენად მნიშვნელოვან ემოციას და ანუ საკვებს გაძლევს ინტელექტუალურს ხო და
ეს მომენტს როგორ ხედავ, მაგალითად, ნახე ლილიტი ხშირად არის ხოლმე, ვინც განსაკუთრებით განვითარებული არის ცოდნაში, მაგალითად, რომ ლილიტი ხშირად ხდება კარმულ კვანძთან. ან შეერთებაში, ან ერთ ნიშანში, ან დაღმავალთან, ან სელენა პირიქით ხდები. ანუ შენი გადმოსახედიდან ეს ეხმარება, აფერხებს, ცდუნებაში აგდებს, შენ როგორ შენ პრაქტიკაში როგორ ჩანს ეს? აი მე ჩემ პრაქტიკა ყოველთვის როგორ იყო, იცი, ყველანაირი რუკით გავლილი მაქვს ადამიანებთან ჰიპნოთერაპია. და ის რასაც ლიტერატურულად ვსწავლობდი, მე ამას ვიკვლევდი პრაქტიკაში რეალურად როგორ ვლინდებოდა. აღმავალი რიტი შეერთება ზოგადად ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანს აქვს ძალიან რთული მისია შესასრულებელი, გამოასწოროს წინა შეცდომები. და არის აი ერთგვარი თან გაზი, თან მოხრუჭი. აი გინდა წინ გავარდნა და ვერ მიდიხარ. გიწევს რაღაცა. ესე იგი ლილიტი რა არის, სადაც რომ ჩვენ გვიწევს რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ არ გვინდა. და წარმოიდგინე რომ თან უბრალოდ გვიწევს არ არის, აქ მისია არის რომ ეს გააკეთო. და არის შინაგანი ჩემი აზრით მუდმივი უკმაყოფილება შედეგებით, რომ არ დებ იმ შედეგს აღმავალში, რაც უნდა დადო. და თან ამ შედეგს დებ ცოტა დარქად. ანუ ლიტი ცოტა მუშაობს ხოლმე მათ, რასაც ვაკვირდები. სტუნებები ეკოსი ესე და ბევრს კატაობენ ერთი და იგივე მაშინ, მაგრამ გააჩემერენ მთლიან რუკას ხოლმე და ის მომენტიც არის, რომ ზოგჯერ შესაძლოა ვერ ვცნობიერებს ადამიანის პრობლემები აქვს. ეხლა ზოგს ესე რო უყურებთ, ხო, რომ აი ის მომენტი, აი ძალიან ჩაკეტილი აქვს. ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, აი თუნდაც იქ სკოლაში ჩვენ რასაც გავდიოდით, აი ტრანზიტი როცა ხდება, მე იცი რას ვიწყებ ეგრევე, განაის რამელის, მე როგორ გზნობ თავს ამ ტრანზიტზე. აბა რა ხდება ახლა ჩემს ხელში? აი თქვათ არის რაღაც ნეგატიური ასპექტი. არ მაინტერესებს რა მოხდება. აი მანქანაზე თუ ვჯდები და არის ნეგატიური ტრანზიტი სიტყვას. აი ვაკვირდები როგორ ვატარებ მანქანას? რა არის აქ ცვლილება? ხო არა მაქვს ან აღზნება გადამეტებული, ან დაუკვირვებლობა. ეგრევე ვიწყებს ხელზე კონტაქტს. როგორც კი რაღაცა სხვას შევამჩნევ, ეგრევე ვიწყებ ან დამშვიდებას, ტექნიკას, ან წავალ ცოტა ხანი გავაჩერებ მანქანას კაფეში შევალ სიტყვაზე. ანუ რეალურად ასტროლოგია თუ არ გამოვიყენეთ საკუთარ სხეულზე დაკვირვებით, თუნდაც აი ამ კვანძებზე ეს არის ზუსტად მე ესე ვფიქრობ აქ ჩაგერთვები. ნახე შენ ამბობ რომ მე ვიკვირდები ჩემს ხელს, ანუ სკანირებას ვუკეთებ ჩემს ხელს დაფიქრებას. ეს არის ზუსტად ფსიქოლოგიაში, რასაც კონტაქტის აღდგენას ვეძახით, ხო? რომ შენ იქცენი შენი სხეული, თუნდაც მეც ზუსტად მანდ ვარ, მაგალითად, როცა ტრანზიტი გამდის, რომ მაგალითად რომ ვამბობთ ხოლმე, როგორ ვისწავლეთ თუნდაც ასტროლოგია, ესე არა, რომ უცებ გააჩდი და ასტროლოგობა დაიწყე. ხო, ანუ ჯერ ეგერთი სწავლობ თქვა ლიტერატურას, პრაქტიკას, ისმენ ათისნაირად. მეორეს მხრივ მეც რაც შენ თქვი, გამოცდილი მაქვს, როდესაც თუნდაც პირობითად მარსის ტრანზიტი პირველ სახლში გაგდის და შეიძლება სულაც არ იყო აგრესიული და ისეთ, მაგრამ მარსსა და სატურნს ცოტა სახელი გაფუჭებული აქვს, იმიტომ რომ მარსზე ეგრევე აგრესია ახსენდება, სატურნზე ეგრევე შიშები და შეზღუდვები და ნუ არა, ყველა პატივსაცემი არის ჩვენი ძვირფასი ციური სხეულები, ესა თქვა, უბრალოდ მომენტებულ აღზნებადობას გრძნობ. უბრალოდ უნდა იგრძნო სხეულის დონეზე ეს ენერგია, ზოგადად სად არის შენთან. აი ეს მარსის ენერგია მაგალითად. გაცნობიერებულად შეხვდე და დაიჭირო. და იცოდე რომ შენ ეს მარსის ენერგია ზოგადად გაგაჩნია. უბრალოდ იქ არის, საცავი მთავარი იქ არის. ისევე როგორც თუნდაც ლილიტზე მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ ეს იმიტომ რომ ლილიტს ვამბობთ რომ არ მოაქვს მოვლენები, მოაქვს ცდუნებები, იმიტომ რომ ფიქტიური წერტილი არის. შეიძლება რომელიღაცა მოაქვს ცდუნება მოვლენები. ხო და აი მით უმეტეს როცა სახლში მიდის რომელიმე პლანეტასთან ის უკვე ქმნის განსაკუთრებულ მომენტებს, ეს ჩემ თავზეც გამოცდილი მაქვს, რა თქმა უნდა და ეს არის ერთ-ერთი ძლიერი მომენტი, რაშიც მე შენს ცოდნას ვეყრდნობი ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ რასაც გამოცდილების დონეზე გვიზიარებ და ეს ძალიან ძვირფასი ცოდნა არის. იმას, როდესაც მე თვითონაც ვცდი, მაგალითად, ჩემს მენელებთან, გარშემომყოფებთან, ჩემს საკუთარ თავთან, მუშაობს. ანუ ამიტომ ვამბობ, რომ არ არის ანუ ჩემთვის არაა გადამკვეთრი რომ ვიღაცას ან გავაკრიტიკო, რომ რატო აი იმ სფეროში ან ამ სფეროში. ეს არის მნიშვნელოვანი, რითაც დავიწყეთ, რომ ყველას თავის ნიშა ჰქონდეს. შენ ნიშა რა არის? აი
აი რას ხედავ ხოლმე პირველი რა არის რუკაში ესეთი რომ გიზიდავს რა ის მინდა მოხსნა ამ პიროვნებაში აი რა არის ეს ხილი ანუ პირდაპირაც მომდის ეს არის ზუსტად რაღაც ექსისტენცია რა განსაკუთრებული სუპერძალა შეიძლება ესე ითქვას ხდები ანუ შეიძლება ეს ჩემი იუპიტერიანული მომენტებია ეს რაღაცა ზევსური სუპერძალა ხო თან სელენას ძლიერი გავლენით აი თითქოს ადამიანს მინდა მივცე აზრი რატო შეიძლება ეცხოვროს რა არის არა იმიტომ რომ სულ თქვა სელენაზე იყოს და სულ ძლიერ მხარეზე ანუ საბოლოო ჯამში ჩემი ლილიტით ისევ სელენასკენ მივდივარ მისისკენ მივდივარ იმიტომ რომ ვინაიდან მე შეიძლება მაგ ნატკენი ემოციურად საკმაოდ ძლიერი ესე ვთქვათ იარა მე ამის ფონზე ვიპოვე ძალა და გზა როგორ შეიძლება გახვიდე ესე ვთქვათ ძლიერ მხარეზე of course სუპერ ძალაზე მაგრამ წევან რაზედაც ვსაუბრობდით ეს არის ერთ-ერთი მთავარი რაც მინდა მსმენელებმა კარგად გაიგონ რომ თუ ვსაუბრობთ კარმულ ასტროლოგიაზე უნდა ვახსენოთ ზუსტად ის, რომ ამ ლილიტის ენერგიით როცა შემოვდივართ მიწაზე და ზუსტად ჩემი თერაპიაც ამას ეკუთვნოდა, ხო? მე არ მინდოდა, ესე ვთქვა, დამიწება. ხო? ეს არის ჩემთვის მტკივნეული. და აქამდე ან მზაობა უნდა გქონდეს რომ მიხვიდე, ან არა და უნდა იგრძნო უკვე შეგრძნების დონეზე. მე მგონი ძალიან პირველად გამოგვივიდა დღეს კიდე ერთი. ძალიან სასიამოვნო ეს საგრძნობი არის და ამიტომ ვისურვებდი მაგალითად მე რომ დაინტერესდნენ ადამიანები ზუსტად არა იმიტომ რომ გინდათ რეკლამა არ არის ეს ხო ეს არის ის რომ ნათელ ინფორმაციას ნათელ ენერგიას ასეთ ნათელ ხასხასა მზეს რომ გინდა რომ გაუზიარო სხვას როდესაც შეგიძლია რომ უკვე ის რაც გამოცდილი გაქვს და იცი რომ შესაძლებელი არის სხვასაც გაუიოლო. არა იმიტომ რომ სხვისი კარმა იკისრობ ჭყალებში, არა იმიტომ რომ ვიღაცას დათური სამსახური გაუწიო. არა, გაიარე დადი. მე პრინციპი მაქვს. ზუსტად. ვიღაცას დაჭირდება და აიღებს. ვიღაცას არ დაჭირდება ყურადღებას არ მიაქცევს. და იმიტომ კაფიოთ ემას ხას უსვამ რომ ადრე დასაწყის ეტაპზე ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ასპექტები, პლანეტები, რომელ სახლშია, ამის მნიშვნელობას არავინ არ უარყოფს. მაგრამ ის, რასაც შენ გვთავაზობ ხოლმე, ხო, ამდენწლიანი უკვე პრაქტიკითა და ცოდნით, ეს საკმაოდ ყურადღება მისაქცევია მით უმეტეს, როდესაც ადამიანი თერაპიაში მიდის. Იმიტომ რომ მე ზუსტად ჩემი გამოცდილებით მაგას უზიარებ ჩვენს მენელსაც და მაგალითად ჩვენს ხო, იმიტომ რომ დაახლოებით 9 წელი გავიდა, ესე ვთქვათ, ჩვენი სკოლიდან. და იმის მერეც რაც ცვლილებებს დავინახე ჩვენი საუბრის შემდეგ, თუნდაც თერაპიულად მე რაზედაც გავედი, მე იმას ახლა თერაპიაში ვამუშავებ. უბრალოდ იცი რა არის წარმოდგენა ხო და ეს არის რომ წარმოდგენა არ არის საჭირო შევიქმნათ რომ რაღაცა უცებ უნდა მოხდეს და ვაუ ეფექტი არ უნდა გქონდეს არ არის საჭირო საერთოდ მოლოდინები შექმნა და კერპები შექმნა არსად არა საჭირო მაგრამ ეს არის გზა რომელსაც რეალურად მიყავ ხარ მე ვფიქრობ აი ეს თავისუფალს უნდა და შეიძლება ესეც ითქვას რაღაცნაირად ესეთი ის მონაბერი რო არის უკვე და თითქოს რომ გახედავ აი ამ ზღვას ახლა ჩვენ ზღვასაც უყურებთ იმედია შეგიძლია წარმოიდგინოთ მაგრამ ხო და შეგიძლია წარმოიდგინოთ უბრალოდ რომ აი ეს სივრცე და ეს ამ სივრცეში ეს უზარმაზარი ჰაერი რომელიც თქვენ გეკუთვნით და შეგიძლია ისუნთქო და სამყაროს არენანება ეს ზუსტად ლილიტის დამუშავებას ჩემი პირადი გამოცდილებიდან მიყავ ხარ იქამდე რომ შენ ხარ სამყაროს ნაწილი და შენ გაქვს ყველანაირი იარაღი, მოცემულობა, რესურსი, როგორც გვინდა ისე დავარქმათ, თუ აირჩევ ამას, რომ იყო ბედნიერი. რომ იყო კმაყოფილი. რა საკვირდები ხოლმე იცი თერაპიის დროსაც, ანუ მე დიხანია ვაპრაქტიკებ, აი ჩვენაც ჩავატარეთ ეზოთერი, ეს არის სუფთა ეზოთერული თერაპია, ამას ახლა სტანდარტულ ფსიქოლოგიაში წლები ჭირდება, რომ იმათ გახვიდე, გეცოდინება შენც, ხო?
ეს პლუტონური შოკური ძლიერი ენერგეტიკული წნეხის დონეზე რო კარგად გამოვიდეს. არის ეს რა გადატრანსფორმირება და არა ჯერ ფსიქოლოგიური და რო ვაკეთებ ხოლმე ამას, იცი როგორ ის არის ეფექტი, აი ხალხს რო ვაკვირდები, აი ზუსტად ეს სიმშვიდე შემოსდით. აი ყველაფერი ჩერდება, აი ეს ქაოსი და ეს ტრამვები, რაღაც ნეგატივები, ნეგატიური ემოციები. აი შემოდის რაღაც სხვა სიმშვიდე და სულ მაგას მეუბნებიან, რომ აი ეხა დამში და ვიცი რომ დაბრუნდება ეს ლილიტის ფოთოები. ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი უკვე გზა სად არის. აი ევრიკა მანდ მოდის. და რატო? იდეაში ზუსტად იგრძენია. ანუ იგრძენია, იმიტომ რომ ნახე საბოლოო ჯამში ზოგ შემთხვევაში ჩვენ სელენას ენერგიასაც არ ვიღებთ, ხო? იმიტომ რომ ეს სელენას ენერგია გვაქვს, ჩვენ წეგან საუბრობდით იმაზე ამავდროულად რა მნიშვნელობა აქვს რუქაში დაძაბული ასპექტებს და პოზიტიურ ასპექტებს, იმიტომ რომ რუქას რო დაინახავენ ზოგი რო რაღაცა ხაზი, ვაი მე რამდენი ხაზი მაქვს, რა ხდება, როგორ ხდება? შვიდად, ყველაფერი საჭიროა. ყველაფერი ბალანსირებადია, ხო? ნუ ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ვაბალანსებთ, იმიტომ რომ ნახე როგორც ვამბობთ და რა სესიაც დადე და რა ციკლიც დადე, ესე ვთქვათ, ხო? ეს არის ლილიტის ელენას ღერძი. ანუ ღერძი ეს არის ყოველთვის ორი მხარე. ანუ არ უნდა გავიქცეთ სადღაც ვიღაცისგან ან ვიღაცისგან, ხო? აი ეს მომენტი არის, რომ გაქცევაში დრო და ენერგია არ უნდა ვხარჯოთ. ზუსტად ეს ბალანსი ერთგვარად, ხო, ჰარმონიული ბალანსი სარ არის რომ უბრალოდ ეს ნირვანაში ვარ და პეპლები დაგფრინავენ თავზე ან რაღაცა. საჭირო არის ხო ზოგჯერ რომ რაღაცა ზოგჯერ ვერძულად შემოუძახებ შენ თავს, ზოგჯერ სასწორულად გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ის რადიკალიზმი, რითაც ვინმე უნდა დააზიანო პირველ რიგში საკუთარ თავი. ან ჩვენ აქ მივტივართ, ხო? არ უნდა გადავაჭარბოთ. ხო, არ უნდა გადააჭარბო იმას, თორე აი რო ეთყობა უკვე ადამიანს ლილიტი რო ეთყობა უკვე. ხო, ეს უკვე პრობლემაა. თავის თავსაც აზიანებს და სხვასაც აზიანებს. მე ესე მესმის ყოველ შემთხვევაში. და ამავდროულად თუნდაც ასტროლოგიას შევხედავთ, თუ თუნდაც ასპექტებს, ანუ ფერები არის მრავალი, ხო? თუნდაც მთავარი ძირითადი ფერები რო ავიღოთ. ნუ ერთი მხატვარი არის ჩემი მოკითხვა მას, ანუ რა გამიზია რომ აი ყავისფერს საერთოდ არ აღვიქვა ფერად. ანუ ეს მისი არჩევანია, ხო? მაგრამ თუნდაც ამ ყავისფრით შეიძლება რაღაცა სხვა გრადაცია გააკეთოს, ხო? მაგრამ ეს იმისი არჩევანია. და ჩვენც როდესაც რაღაცას იმაზე კონცენტრირდებით, რომ რამდენი ფერი გვიყვარს, იმაზე კი არა, რა არ გვიყვარს, ეს ლილიტი დაახლოებით აი ესე გვივიწროვებს. ესე ვთქვათ, ჩვენ თვალსაწიერს. როდესაც ზუსტად ეს სელენა გვეუბნება, რომ კაი, ეს არ გიყვარს, ნუ აი აცადე ცხოვრება იმასაც რა. იყოს, მაგრამ ამდენი გაქვს. ანუ იმის განადგურებაზე, რომ ეს ფერი არ არსებობდეს, ამდენ ფერს ნოუგულებელ ყოფ. ანუ მე აი ამ ლოგიკას ვხედავ და ამ ცოდნას და ამ პრაქტიკას ვხედავ, თუნდაც შენთან ურთიერთობით და იმ გამოცდილებით, რასაც მიზიარებ და რაც გამიზიარე მაგალითად, რასაც ვაპრაქტიკებ უკვე ჩემს, ესე ვთქვათ, მსმენელებთან, ამიტომ ეს გასაღები და ეს ქირონი რო გვაქვს იმაში, რა ქვია, ასტროლოგიაში კი ცოტა დაუფასებელია და ეს რამდენიმე საინტერესო ვიდეო გააქვს შენ ჩაწერილი ამაზე, მაგრამ კარგად კი, ანუ იმიტომ რომ თუნდაც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ქირონიც საკმაოდ კარგ გასაღებებს იძლევა. მაგრამ აი ეს მომწონს ასტროლოგიაში პირადად მე და იმიტომ ვამბობ რომ მაგალითად აი ეგზისტენციალური მომენტი აი შეიძლება ეს რა თქმა უნდა მშულდოსნურად ფართოდ ჟღერს რომ რაღაცა იდეალთან და ღირებულებებით და რაღაც მაგრამ მაინც ჩემი ამ ენერგიას ვიჭერ იქ რომ ადამიანს როდესაც უხარია ცხოვრება აი ეს მომწონს როდესაც ვხედავ ადამიანში ანთებულ თვალებს მაგალითად რომ აი ესე რომ ვთქვათ რაღაცისათვის ენერგიის მობილიზება გააკეთა უკვე იმიტომ რომ ენერგია გვჭირდება ესე ვთქვათ წინ წავიდეთ რაღაცა შევქმნათ ხო მთავარი რა არის მზის ენერგიას რატო ვიღებთ ამ ლომურ ენერგიას რატო ვართ ლომების მადლობლები მზის ენერგიას გვაძლევენ ამ ენერგიის გარეშე რა იქნებოდა საერთოდ ნუ ჩვენი დედამიწა ესე ვთქვათ ხო მაგრამ აი ჩემი მიზანი ასტროლოგიაში არის უბრალოდ ეს რომ თუნდაც ხელჩაქნეულ ადამიანს ან თუნდაც იმ ადამიანს ვისაც აინტერესებს რომ აი ჩემთან რომ მოსულან მაგალითად და
ყოფილა ის მომენტი, რომ ხوار სკეპტიკურად გიყურებენ დაემთხვა, თან ეს ძალიან საყვარელი. არა, ეგ საერთოდ არ მახასიათებს. ნუ, ოკეი. მე არ გიმტკიცებ. ანუ ჩემი როგორც ასტროლოგის მიზანი არა ვიღაცას რაღაც დაუმტკიცო, გავაუცო და ესე ვთქვათ, უთხრა, კი, აბა რა, რას ლაპარაკო, ბეგრია, შენ ვერ ხვდები თორე, ანუ არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ რაღაც თეთრზე შავს უმტკიცებ. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ავუხსნა, რომ მე ამას ამიტომ და ამიტომ ვფიქრობ. აბა მოდი დავუფიქრდე. აი ამ რაკურსით შეხედე. ხო, მე ბოდიში მაგ დროს ასე ვუბნები, იცი? ანუ პროფესიულ ასტროლოგიაში მასე რომ მეუბნება ან რომ დაწერენ ხოლმე ეს მე არ დამემთხვა. თვითონ სიტყვა არ დამემთხვა, ნიშნავს რომ ძალიან შორს არის ასტროლოგიისგან, ანუ არ ესმის. პლუს მაგ დროს ადამიანი იმდენად შორს არის საკუთარი თავისგან. რაც არ უნდა უთხრა, ის ვერ გაიგებს რა დაემთხვა, რა არ დაემთხვა, იმიტომ რომ თვითონ ვერ ემთხვევა თავის თავს. ახლა ძალიან ისეთი მოჭრილი ის მიწევს, მაგრამ მართლა იცი რატო მეც ვიყავი მანდ. ვიღაცას რო ეთქვა ახლა კომბინაციაზე ესა და ესა გაკო 30 წლის წინ. ვერ გავიგებდი და ვეთქვი, არა, მე ეგეთი არა ვარ, სხვანაირი ვარ, იმიტომ რომ თავიდან იმდენად აღრეულია შენში, ყველათვის ვარ იცი სათხარ. ანუ ზოგი მან რჩება მთელი ცხოვრება და იქ ახლა ჩვენ რო დახარისხებული გვაქვს ქალწულურად რომ აგა ვენერა გამოვიდა ეხლა და იქ მარსი და ზუსტად ზეპირად რო ვიცი სად რა ენერგიებში ვარ რა სურვილები მაქვს რა ოცნებები მაქვს ეს ჩვენ უკვე ისეთი შესწავლილი ყავს ჩვენი თავი რომ მართლა ქალწულურად შემიძლია მათემატიკურ ფორმულაში ჩამოვარაკრაკო ოღონდ გაცნობიერებულად ის ინტელექტუალურად კი არა შეგრძნებები რომ მაქვს ნაცხოვრი ჩემი მარსი რო 5 ჯერ ვიცხოვრე მერკურთან ერთად რო საერთოდ ისე მაგრამ ის ნიშნავს რომ ესეთი ადამიანი საერთოდ კონტაქტზე არ არის და კაი ბლენდერი აქვს თავის თვისებებში დატრიალებული შიგნით. ეგეც რაც არ უნდა უთხრა, აზრი არა აქვს, აი ჩემ პრაქტიკაში, მე ვეუბნები ესეთ რაღაცას. აი 100 კონსულტაციიდან ერთი მოდის ეგეთი ხო გახდებათ ვკითხა ძალიან იშვიათად, ახლა ესე რომ გონზე არ იყოს თავის, მაგრამ თუ მოდიან ვეუბნები ჩანაწერს ვაკეთებ. მოусმინეთ რომ მიეცი შენ თავს დაფიქრდე. მე არ ვიცი აქ რა ხდება. ეს ჩანს, აბა შენ თან როგორ იმუშავებს და ყველა თუ კარტო მომეწონა ეხა ძალიან ადამიანი ვეუბნები დაგუგლე. წაიკითხე უბრალოდ ჩემ გარეში. ჩავაწერინებ ხოლმე მოვანიშნებ ChatGPT-ში ჩაგუგლე ვენერა სასწორში მაგალითად და ნუ ვენერაზე არ ჭედავენ, მანდ უფრო ცოტა სხვა რაღაცებს არ მემთხვევა, სხვა რაღაცა იციან, მაგრამ მე დრო გავა 1 წელი, 2 წელი, 5 წელი, თან მე სატურნი იუპიტერის შეერთება მაქვს. არსად არ მეჩქარება. საერთოდ. წლები შემიძლია ველოდო და 10 წლის შემდეგ რომ მომწერე ხოლმე, რომ აი თქვენ როგორც ვითხარით, ეხლა მივხვდი რომ მითხარით და ყველაფერი ეგრე მოხდა. ვიცი რომ ეგრე. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი გაითვალისწინე რომ აი ჩემს პრაქტიკაში კრისტალიზირებული, რასაც სატურნი რობას რატო არის მნიშვნელოვანი სატურნი, ხალხო ეს როგორც ესე ვთქვათ, ნახე კრისტალიზაციას აკეთებს ენერგიის, ხო? ფილოსოფიური ისტორია. აქედან გამომდინარე სატურნის სიბრძნეც არის და ასე რომ ძალიან დიდი პატევი უნდა ვცეთ მას. ნუ გონია რომ მარტო გვაშინებს და რაღაცებს ხუტავს. არა, მე ხა თუ რამეს ვაკეთებ, სატურნის სამსახური იუპიტერი სატურნთან ყავს. მე იუპიტერი კარიერა არის რეალურად, ცოდნა არის, განათლება არის. და აი მეთოდურად სატურნი ნელა მიდის მიზნებამდე არ შენ რო სატურნი თუნდაც არ გყავდეს შენი მარსი რო გაქვს ჩვენთვის მონაყოლი რეები შეუძლია და დღეს რომ უკრო და მანქანით 1 ორს რამის ასწავლა გზაში აუხსნა რო უნდა იმოძრაო ეს ვერა ეხა გამატარეთ ახლა ხო ანუ იმიტომ რომ ეს სატურნი ეს არის ზუსტად ის რომელიც გეხმარება ნახე მithumetes სატურნსა და იუპიტერს ვეძახით ჩვენ სოციალურ პლანეტებს ხო როცა ჩვენ სოციუმში გვინდა გასვლა და უკვე პირადი პლანეტებიდან კოლექტიურზე თუნდაც გვინდა გადასვლა და რაღაცა რო დავტოვოთ ჩვენი სახელი ანუ სატურნისა და იუპიტერის გარეშე ვერ გავალთ აქ ხო და სატურნი და იუპიტერი რომელ ნიშანში გყავს რა ასპექტები აქვს რანაირად გრძნობენ თავს უნდა გავითვალისწინოთ სხვანაირად მაგაზე დგას ადამიანთან იუპიტერი ხო ცოდნა შენ გაქვს ჰარმონიული ასპექტი იუპიტერის სატურნის ეს არის ასევე აუჩქარებელი ოღონდ აქ შეერთება მუხრუჩაც ქმნის დიდხანს ლოდინს ქმნის სანამ ამოქოქავს იუპიტერი შენთან ის ჰარმონიულ ბალანსში არის მაგალითად აი
ვიცი რომ ამდენი დრო მჭირდება, არ მეჩქარება, არ ძალიან ვაგვიანებ, არ ძალიან ანუ ძალიან კონსტრუქციული დროით მიდის ადამიანი ნენელად. გეგმაზომიერად არის და აი მე თუ მაგანცდა რომ ძალიან რაღაცები დავაგვიანე ჩემ ცხოვრებაში, რომ მაინც შეერთება არის, ხო? აი გვიან მივხვდი, გვიან ვისწავლე, ესეთი განცდა მაქვს ხოლმე რა, მაგალითად. ხო, აი ვიდეოში გაგიზიარებია ჩვენთვის, რა ეხლა აი რომ მოდიან ჩემთან ამათმა უკვე მე რომ მაგათ ასაკში ეს მწოდნო და ეხლა უკვე აი ეს ზუსტად შენი სათვალე. ამაზვის შეგრძნება სულ მაქვს, რომ რაღაცა გავმაზე, რაღაცა ცოტა ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ ტრიგონს ეს არ აქვს. ეს ზუსტად იცის, რომ არსად არაფერი არ დაკარგა, არც გაწელა, არც დააჩქარა. აქედან მიდიან ხოლმე ძალიან სტაბილურად, სოციუმშიც. ნელა ნაბიჯი იდგამენ ადგილს თავის მასას. კი, ანუ სოციუმშიც აი ეს მომენტია და სხვათა შორის რადგანაც სოციუმში ვეხეთ პირდაპირ даже პროგნოზირებაშიც წეგან რომ მოვედით მაგაზე ვსაუბრობდით კიდე რომ რამდენად მოქმედებს კიდე არ კიდე ესე ვთქვათ რუკა კიდე პროგნოზირებადი თვალსაზრისით და კიდე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ხო? იქიდან გამომდინარე რომ თუნდაც მე მჭირდებოდა ახლა მარსის ენერგიის ამოქოქვა, ანუ ჩემი მარსი კირჩხიბის ნიშანში და გამოჩნდა კირჩხიბი, რომელმაც ესე ვთქვათ ჩემი მარსი ეგრევე შეთავაზებები. ანუ ეგრე თან ჩემი მარსი რომელიც შენელებული, ანუ ნახე ეს ცოტა სპოილერი შეიძლება არის შენი იმისათვის რა ქვია სინასტრიული ასტროლოგიის, მაგრამ ნახე ურთიერთთანამშრომლობა даже ასტროლოგიაში ეს განხრაც ხო არის, არა? ნახე ჩემი მარსი ანუ თამოს მზე უცებ მოხოთ, ანუ ენერგია უცებ და ანუ მოსაფიქრებლად რო არ მქონდა, უბრალოდ ავიღე, დავჯავშნე და მოვდივარ. ხო, ანუ არც ერთ არ გვეძინა ფაქტიურად. არა, მე 3 საათი მეძინა, მაგდენიც არა, უფრო ადრე არ დავაგვიანო მეთქი. ო, თან კიდე ანუ თბილისიდან წამოვედი, სახში შევედი, ვეუბნე რომ всё, ბათუმში მივდივარ. ოკეი, დე ჩემი შულდოსანი. ოკეი, ძალიან კარგი, მამა ჩემი კირჩხიბი, რა უცებ გადაწყვიტა. ანუ წერა ამაზეც კარგად ვიცინეთ. არა, დანარჩენ ანუ იმდენად ტალღისებურად მივიღე ეს გადაწყვეტილება და იმდენად მივიღე თამოსგან ზუსტად ეს ვაიბი, აი ეს ტრანზიტულ რუკებზე რო ვსაუბრობთ მაგალითად, ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩემი ტრანზიტი იყო ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი, მაგრამ ამავდროულად სინასტრიულ ასტროლოგიაზეც როდესაც ვსაუბრობთ, ხო, და მით უმეტეს ნუ კარმულში რო ვამბობთ ერთ წეღან მქონდა საუბარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ და მეც ამას გავუზიარეთ თამოს რომ მრავალი წელია უკვე ჩამჯდარი ვარ, რომ აი მაგალითად ასცენდენტზე რო ჯდება ლილიტი. აი ეს ენერგია, იმიტომ რომ ლილიტი ისედაც ჩრდილი ხო, ეგრეთ წოდებული, რომ უწოდოთ თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ან რაღაც ჩვენი საცდური, გინდა რელიგიური თვალსაზრისით და ასცენდენტი, ან ჩვენი გამოვლინება, ხო? ანუ პარტნიორის ლილიტი ასცენდენტზე. აი, მან კიდე ჩავში, ჩვენ ვილაპარაკეთ მაგაზე, მაგრამ ძალიან ისეთი გამოცდილებით გეუბნები, არ გავახმოვანებ ახლა მრავალ გამგებიანი გამოცდილებით. პირველი სახლი არის მე ინიციატივა. ლილიტი ყველაზე დესტრუქციულად ავლენს მე ინიციატივას. ანუ თვითონ ინდივიდი არ არის ესეთი დესტრუქციული, როგორც იმ ადამიანთან გამოავლენს თავს, მაგრამ თან მიჯაჭვულობა არის. მაგრამ თან დესტრუქციული მიჯაჭვულობა. აი პირველი სახლის პატრონი სხვებთან არ იქნება ესეთი აგრესიული, მოდი ესე ვთქვათ, ნათალუში ვავიღოთ ლილიტი პირველი სახლი. როგორი ვავლენს თავს, ხო? აი, თავის თავს გამოხატავს ყველაზე ცუდი ფორმით. ნუ თავის მტერია, თავისი ენა თავისი მტერია, ამის მესამე სახლს გავს, მაგრამ აი თითქოს მე თვითონ ვიქნი ამ იმიჯს, იმ ნიშნის მიხედვით, რომელ ნიშანშიც მაქვს. ყველაზე ცუდად ავლენს თავს, არა და შეიძლება ძალიან კაი ტიპია, შინაგანად კარგი რესურსებია, მაგრამ არ იცის კარგად გამოხატავს. აი ეს სინასტრიაში ეს ემართება წყვილს. ოღონდ პირველი სახლის პატრონი ავლენს თითქოს რომ პირველი სახლი ლილიტი ყავდეს ისე იმ პარტნიორთან. ოღონდ ახლა აქ რა ხდება, რომ ის მეორე პარტნიორი თავის ლილიტით ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ამ ადამიანში ყველაზე ცუცა მოყრეს. ოკეი. იმიტომ რომ თავისი ბნელი მხარის სარკე საჩვენებს ფაქტიურად, რომ მე აქ ვარ, მე ამას ვხედავ. თან ეს იზიდავს, იმიტომ რომ ფაქტიურად ანუ ფიქსელებში ხედავს თავის ბნელ მხარეს, იმიტომ რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი კიდე სინასტრიაში
იმის მიხედვით პარტნიორები სასიყვარულო იქნება მეგობრული ოჯახის წევრები რამდენად გაცნობიერებულები არიან რომ აი ამ სარკეებს ურთიერთსარკეებსაც შეხედონ ხოლმე რომ რამდენად მზად არიან ამის დასამუშავებლად იმიტომ რომ თუ ავიღებთ რომ მაგალითად შენი მარსი ჩემ ვენერას კვადრატურას უკეთებს და აქ დავხოცავთ ერთმანეთს და რაღაც ანუ ესე არ არის ხო შეიძლება ძალიან სინთეზური არის მან ძალიან ჩვენ შეგვიძლია ანუ ფაქტი არის რომ კავშირი არის ანუ ფაქტი არის რომ კავშირი არის მაგრამ ჩვენ ამაზე როგორ ვიმუშავებთ ეს უკვე ჩვენი მზაობა და ჩვენი არჩევანი ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ ნუ მივიღებთ ფატალურად რაღაცას რომ всё აი სინასტრეულზე რო აქვს ხოლმე მომენტები კიდე რომ ესე კი არ შემეფერება ანუ შენი არჩევანი ხო არა არც განვიხილავ შეთავსება ეს არ არის ეს ანუ მე ესე არ ვუყურებ ხო და არ ვცდილობ რომ მე ჩემგან მოსანაგან პასუხისმგებლობა ისევ და რამდენად გაქვს სურვილი კაცო როგორ შეიძლება ხაზი გადაუსვა და მე ასტროლოგია დაადანაშაულო იმაში რომ აი ასტროლოგიაში მე იმას არ ვეთავსებოდი და ამიტომ ანუ შენ თუ არ გინდოდა პასუხისმგებლობის აღება ურთიერთობაზე მუშაობის შესახებ ანუ ეს აქაც ასტროლოგია არც ის პარტნიორი არა აქ უბრალოდ შენ გინდა ლანგარზე მოთმოვლი და ესე უბრალოდ საინტერესო არაა ცხოვრება შეიძლება 1 წელი ლამაზად იყოს 2 წელი მაგრამ ანუ რომ ერთ-ერთი სერიალი მახსენდება საწარმოებელი დიასახლისები ერთ-ერთი პერსონაჟი ლინეტი ეუბნება თავის ქმარს ტომს რომ ტომს უნდა გაკეთება პლასტიკური ოპერაციის და არა არ გაიკეთებო რა მე ეს ნაუჭებიო მიყვარსო იმიტომ რომ ეს ამას ნიშნავსო ის იმას ნიშნავსო ეს არის თუნდაც ურთიერთობის შენება რაც მე აი სატურნი რა ვამბობთ რომ სატურნი ძალიან ესე ვთქვათ სასწორში ეგზალტირებულია და ძლიერი აი აფუნდამენტებს ზოგჯერ შეიძლება ეს ტოქსიკური იყოს მაგრამ აი ეს დაფუნდამენტება ხდება ძალიან დიდი ხანი ითმინოს ძალიან დიდი ხანი ითმინოს ურთიერთობა მაგალითად ან ძალიან დიდი ხანი საერთოდ ამოძირყოს ურთიერთობა აი ეს ორი სატურნს სასწორს გულისხმობ აქ კი და აი რა მინდა გკითხო როგორც ესე ვთქვათ ჩვენს დიდ გამოცდილ ასტროლოგს ნახე ხშირად მეც შემხვედრია ესეთი მომენტი მაგალითად ლილიტი მშვილდოსანი სელენა ლომი, ოღონდ ამ ლომში არის იუპიტერი ამ მშვილდოსნის მმართველი და შეერთებაში სელენასთან. შენ ენერგიას როგორ გადაანაწილებ აქ, შენთვის როგორ ჩანს? სელენას დავინახავდი უფრო სუსტად იუპიტერთან, წამყვანს დავინახავდი მშვილდოსანს, მაინც. და აქ ცოტა როგორი ტანდემი არის. ორივე არის მეტი ჩარა ნიშანი. ლომიც და მშვილდოსანიც. ცეცხლის ნიშნებს. აქ რო იყოს, ახლა ლიტი მშვილდოსანი სელენა თხისქა, აბსოლუტურად სხვა ისტორია იქნებოდა. აბსოლუტურად კი არის ეს მშვილდოსანი თავის გონკებში, მაგრამ თხისქა ეს თავშეკავებული ის. ლომი არის თვითონაც ესეთი მეტი ჩარა ტიპი. მას უყვარს აღიარება, უყვარს ფუფუნება, უყვარს აი რაღაც პიარი უყვარს მოდი ესე ვთქვათ. პოპულისტობა, სცენა, და აქ ახლა პოპულისტი მშვილდოსანი რო ემატება ამას. ვაიმე, იცი ვინ არის მაგ კომბინაცია? დვალიშვილია მეგონი გვარად ეს ახლა კამარები და რაღაცები რომ დვალიშვილი რომ მაგი ქვია არ მახსოვს მე მოჭიდავი თუ რაღაცა ნუ ხო ახლა ძალიან ის გახდა რა TikTok-ის ისენი რო აქვს ვიდეოებიო და რაღაცებიო მაგ კომბინაცია ვნახე სელენა ლომი ლიტი მშვილდოსანი და ანუ მისი ვიდეოებიდან აი მშვილდოსანი ლომის ტანდემი იდეალურად ჩანს ეს მეტიჩრობა. აი ეს მომწონს ხოლმე სხვათა შორის. თან ეს ვიცულოვანი ტიპაშიც არის ვითო, მაგრამ მეტიჩარა არის რა. ნუ ეხლა ისე რაც ჩანს რა ეკრანიდან ეხლა. ტიპიური ტრამპის ხოლმე მშვილდოსანია და რითი დაიწყო მაგან თავისი მე გაკოტრდა, მე როგორ დაიწყო კარიერა ისევ ტელეშოუებით. ანუ ოღონდ მდარე ხარისხის ტელეშოუები არის მშვილდოსანი. აი ცხოვრებაშიც ესეთი მე ხა ძალიან გაქანებული მშვილდოსანს გეუბნებით არა რა თქმა უნდა ნუ ცოტა ესე უტრირებულად რომ ენერგეტიკა გამოჩნდეს ასე ვთქვათ სხვათა შორის ერთ-ერთი რასაც ძალიან სასიამოვნოდ მივიჩნევ რასაც ამკვიდრებ ასე ვთქვათ ასტროფსიქოლოგიაშიც ხშირად გვაძლევ ხოლმე ასე ვთქვათ და მე ვცდილობ რომ აი მივუთითო ხოლმე მსმენელებს მაგალითად რომ აი ესა და ეს ადამიანი ნახე ხდები, აი, იმიტომ რომ ერთი ენერგეტიკას იჭერდა ხდები, ხო, აი, ერთი მყავს ტყუპები, მზით ტყუპები, მარსით შეერთებაში ტყუპებშივე. ანუ
როგორ ლაპარაკობს იცი ანუ მე ვარ კონსულტაციაზე თუ ის ვერ ვხვდები რაღაც მომენტში და კამაროვი რო არის ეს რა ქვია ერთ-ერთ მოგზაურობაზე აქ ესე ვთქვა და ეს კაცი არის იმდენად ბევრს ლაპარაკობს და ანუ სხარტი საუბარი აქვს საკმაოდ და ვეუბნები აი მას რომ მოусმენ მიხვდები შენ როგორ ლაპარაკობ ანუ როგორ ჩანხარ შენ აქედან და თან კიდე ტყუპურად აი ამასაც მინდა იმასაც მინდა ყველაფერს მოვასწრებ ენერგია მაქვს აბარა უცებ აი ფიუ რაღაც მანდ რა ხდება იცი აი ხა უკვე საერთოდ ასტროლოგიას რო გავთიშოთ ახლა ჩემთან მოდიან ესე რომ ზოგჯერ საერთოდ მე ვზივარ უბრალოდ უსმენ ანუ ჩაოლებრივად საათ ნახევარი 2 საათი მე ვუსმენ ესეც თერაპია არის ანუ ზუსტად ეს ჭირდებათ გამოხატვა თავის გადმოცემა მაგრამ აქ რა არის იცი მნიშვნელოვანი ეგეც თერაპიული ნაწილია მაგრამ როცა ადამიანი ამხელა კონცენტრირებაში არის ინტელექტზე საერთოდ თუ ფროიდისეულ ფსიქოლოგიაში გადავალთ ეს არის ორალური ფიქსაცია ანუ კვებითი აშლილობა მოსაწევი ან ისა ლაპარაკი ეს ორალური ფიქსაცია არის მთლიანად ანუ ან მანდ არის ჩარჩენილი ადამიანი ბავშვობის აი ამ ორალურ ფაზაში და ან ზედმეტად ბევრი ბოდიში ძუძუ ქონდა ხალიავას რო რუსულად ეძახიან და რომელიც ჩარჩა და ფსიქოლოგიურად ისევ მანდ არის ადამიანი ან პირიქით აკლდა ძალიან და ამის მუდმივი მოთხოვნილება აქვს და ეგ არის ზოგადად კომპენსირებას აკეთებს უკვე ამით რომ პირის აპარატი აქვს დაკავებული მაგრამ პლუს ამას ახლა ფსიქოლოგიურად რა მოყვება ადამიანი რჩება აზრებში მხოლოდ ანუ მთელი ინტელექტუალური რესურსი არის ჩართული აზრებში და ფიქრებში რაც უფრო ჩვენ აზრებში და ფიქრებში ვართ გონზე არა ვართ უკვე ჩვენ ვინ ვართ სად ვართ რა ვართ რა გვინდა წარმოდგენა არ აქვს. რაც უფრო ვივიწყებთ ხეულს ვეძახით ესე და შინაგანად სინამდვილეში ჩემი ქვეცნობიერ ფარულ სურვილებთან კონტაქტი მიწყდება, მე უფრო ესე ვეძახი ვიდრე ხეულს და მით უფრო ამას ვაძლიერებ ლაპარაკს რომ კიდე უფრო ჩავახშო ის ხმა რაც აქედან მოდის, მე კიდე უფრო ის ხმა ძლიერდება, მე კიდე უფრო ჩავახშობ და მე ვამბობ ხოლმე რომ ეს ადამიანი აუტანელი არის ვამპირიზმი შეიძლება გამოვლინდეს, რატო ვამპირიზმი აღარ მაქვს ენერგია, ეზოთერიკა მას იტყოდა და ამ ლაპარაკით ვიღებ ყურადღებას შესაბამისად ენერგიას ხოხდები და ნუ ან მანდ რჩება მთელი ცხოვრება ადამიანი და ყველა გაურბის მერე და აი ქალები რო არიან ხო იცი მოხუცი ესე რო გიყურებს უკვე ხვდები რომ უნდა გაიქცე იქიდან თორე დაგიჭერს და აღარ გაგიშას 2 საათი და აი ანა ეს კაცებიან ხო და ანუ ნენელა რაცნობიერება შემოდის რისი იმედის ნაკლებად მაქვს ხოლმე სხვათა შორის და სხვა შორის რუკაშიც არის მთავარი ბანიშნებელი თუ არის ხოლმე მთვარე მერკურის ოპოზიცია კვადრატი შეერთება კვადრატურა იუპიტერთან იქ უკვე ვიცი რომ მე აქ ხმას არ ამოვიღებ ანუ ძალისხმევა ძალიან დიდია თვითონ და ესე ვთქვა ხო ნუ ანუ შენ მიყვები კლიენტს მოდი ესე ვთქვა ხო რომ მე აქ ცოდნის გასავრცელებლად კი რა მე ვუსმენ მიყვები ადამიანს სიტყვაზე ხო აქ ცოდნაც გადადის ემოციაც გადადის ზრუნვაც გადადის მთელი კომპლექტი არის ხო აქ და მაგრამ აი არის რაღაც ისეთები რუკაში რომ ვუყურე ვიცი თქვათ რომ ეს აზრებში იქნება ეს ლაპარაკში შევა და ნუ მე იქ ვერაფერს და უკვე წინასწარ ვემზადები აბა როგორ ხართ და მე უკვე მომზადებული ვარ კომფორტულად და ჩამოვიდე აი თავად სიტყვა თქვა ჩააგდო მით უმეტეს თუ იმის მიხედვით ჩააგდებ ნიშნის მიხედვით აი მაშინ როგორ გხსნობ თავს და აი მან შეგიძლია უკვე ტელეფონის გათიშო უბრალოდ ჩემი მოვალეობაა რომ აუხსნა რომ აზრებში როცა ვართ მე რა ხდება აი ეკები რო გეუბნება ხა თუ მოწევ ამ გულზე ჩემი ვალია ხა გაიგებ არ გაიგებ შენი პრობლემა უკვე შენი გადასაწყვეტი არის ხო ანუ თავარი არის რომ შენ პირნათლად მოიხატო ესე ვთქვა რომ აი აქამდე ამიტომ მანდ ვითვალისწინებთ მაგასაც როცა ადამიანი ან თუნდაც ეხა ურანულად შფოთვაში არის აი შენ გეცოდინება ეგ რო უყურებ ადამიანს ურანელი რომ მოდის აქ უბრალოდ შფოთვა აღარ არის, კონცენტრაციის უნარობა არის, რამეზე ფოკუსირების უნარობა, ხო? და ურანი ახლა მერკურის უმაღლესი ოქტავა, აზრებში ვარ. აბსოლუტურად. აზრებში ვარ
და რაც უფრო აზრებში ვარ ცხელთა იგივე პროცესი, ოღონდ არა მერკურიანულად, არამედ კიდევ უფრო უარესად ურანულად. მერკურს კიდე მოეშვება ის უბრალოდ ლაპარაკობს და ურანელი მერკურს მოეშვება, კი, მაგრამ აი როგორც მაგალითად მერწყული მთვარე შემიძლია გაგიზიაროთ ეს უკვე ჩემი პირადი გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან, რომ ანუ თუ ჩავხსნით თუნდაც სხვა მთვარის ასპექტებს ანუ ურანი იმდენად ეს მერწყულის ენერგია იმდენად გამოხდავს რომ მოსვენება არა გაქვს. ანუ მუდმივად ჩემი მოსვენება შენ მეოთხე სახლში წყას ურანი ჩემი არ იყოს. აი კუთხურ სახლში ურანი. ძალიან მე ხა ცოტა შეიძლება ბუდიში რომ ვეტყვი, მაგრამ შენ თერაპიულ პროცესში გქონდა ფეხებში ჟუილი. მეც უმად გავდიოდი. ზუსტად ურანს არა გვაქვს დედამიწასთან გრაუნდი, მეოთხე სახლელებს. კი. ჰაერში ვართ. ეხაც ფიზიკურად ჰაერში ვართ, მე-13 სართულზე ვართ. კი და თან ნეპტუნს გადავყურეთ. ანუ მე ვაფშე თან სატურნი ხელში მიჭირა. ძალიან ეს მიმოშელება შექმნა ჩვენგან საერთოდ. ხო და აი ეს ყველას გვიჭირს მეოთხე სახლი ეს როგორ არის, იცი რომ პირველ სახლში მისის ურანი თუ მეოთხეში ურანელი ვარ. აი გავლენა აქვს რა, მეშვიდე სახლში თუ ზის პარტნიორები ყველა ურანები მოდიან და მეც ურანში ვარ ლამის. მაცხოვრებენ ურანს, ხო? ნუ უკვე უნდა ტალღა საყვე. ხო და პლუს მე ერთი ძალიან ბოდიში რომ გაგაწყვეტინე, მაგრამ აი ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს, ხალხსაც დაინტერესებს, შენ გადიოდი მძიმე სადესაწის პერიოდს. თარო ასტროლოგიაში კარგად არის და აი შენი გამოცდილება რომ აი მინიმალურ დონეზე მაინც რომ გაუზიარო რომ კიდე უფრო იცოდნენ რა არის სადესაწი. მადლობა პირველ რიგში, აი მადლობა მაგ სიტყვისათვის და მაგ კითხვისათვის, ამიტომ რომ მართლა გულითადად გაუზიარებ ყველას, როგორც ასე ვთქვათ თხის რქა და სატურნის წარმომადგენელი სატურნი და წესით შეგაჯანჯღარება. ანუ შემაჯანჯღარა საკმაოდ სერიოზულად. უბრალოდ ჩემთვის ეს მომენტია, ეს სადესაც პერიოდი ნახე ასტროლოგიაში, როდესაც ვსაუბრობ, ზოგჯერ ძალიან გაწელილად გონიათ ეს 7.5 წელი, რასაც ვამბობ. მე და პირველი წლები გვარტყამს თავად. პერიოდი, ანუ ძალიან გონიათ, რომ იქამდე რაღაცა იქნება, ეს იქნება, ანუ ზუსტად იმ საათის პერიოდმა მომიყვანა მე იქამდე რომ მხოლოდ ასტროლოგიაში კი არ დავრჩი. ჯერ ეგეთი ასტროლოგიაში შევედი. იმიტომ რომ მე უკვე მოვჭი, ხო ანუ მოვჭი საათის პერიოდს, ამ გაზაფხულზე მოვჭი, მადლობა ღმერთს. უბრალოდ იქიდან რომ წამოდა და ხელიც კი გავიწუდინე, იმდენ სხეულმა იქეთ წამიღო. იმდენად ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი და დიდი გამოცდილება იყო და კონკრეტულად რო ვთქვათ მაგალითად რაში ილუზიების დანგრევა. ანუ დაგარტყამდა რა თქმა უნდა მე-12 სახლში ჯერ ეს რო ავიღოთ ხო სატურნისოულად მე-12 სახლში შემოსვლა რომ აი ეს რასაც ქვია ნახი კრისტალი ხო ჩამოგათალა ზედმეტი რაღაცები აი ესეთ რაღაცას აკეთებს ოღონდ ეს არ არის რომ ერთ დღეში გავიყვიწე და ვიღაცასთან ურთიერთობა დავკარგე ან უცებ სამსახური დავკარგე ანუ ესე ანუ ხვდები რომ ვერ ეგუები ანუ ვერ იღებ რაღაცას ის რაც ადრე გეგონა რომ მყარი იყავი ამაში ანუ ხვდები რომ ესე არ ყოფილა ხვდები რომ რაღაცნაირად ნახეთ თუნდაც მე-12 სახლს რატო გადის სატურნი ხო სადესაც მიხედვით რომ ილუზიებიდან უკვე მატერიაში შემოგიყვანოს იმიტომ რომ სატურნსა და ლილითს აქვს მატერიის სიმბოლო ხო ანუ მატერიაში უნდა შემოგიყვანოს და დაგაბრუნოს მიწას იმიტომ რომ ჯერ შენი ნეპტუნური მე-12 სახლი უნდა ჩამოთალოს ესე ვთქვათ რომ მე პირველ სახლში ანუ შენ თვითონ სხეულოებრივ შეგრძნებებში მოგიყვანოს სახელში აიღო პროცესი შენ თვითონ პასუხისმგებლობა რომ შენ ხარ ეს ვერძულობა თუნდაც ესე რომ ვთქვათ პირველი სახლის გაგიჩინოს და მე შეყავ ხარ უკვე მეორე სახლის რესურსებში და ამ ფეიკებს რაც ძალიან კარგად ამახსოვდა ერთის მხრივ შენგან ნახე მე რო შენ მოსმენა დავიწყე კიდე განსაკუთრებით მე უკვე მეორე სახლში გადამდიოდა სატურნის აი გზა მაშინ ჩდება ხოლმე მეორე სახლში შემოდის მე ჩდება ფეიკი გზები და ფეიკი რესურსები რაზედაც გეგონა ზუსტად რომ ემყარებოდი და საყრდენი გქონდა ის გეცლება და უკვე ხვდები რომ ან მყარად უნდა ისწავლო ფეხზე დგომა ან არა და სულ აი ნაიარებით დატიხარ აი სულ რაღაცას არ ტყავ თითქოს რა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს მithumetes სადესაც პერიოდში აი თვარეს ვისაც მე მაგალითად უბრალოდ კიდე სატურნის გავლენა იმიტომ რომ სატურნს თვარესთანაც აქვს ანუ
თან ამავდროულად სატურნის დაბრუნება და სადისადი ფაქტობრივად ერთდროულად მქონდა და მადლობა. ეგ ზოგადად კარმულ ასტროლოგიაში ვამბობთ, რომ რთული ცხოვრება ქონდა ისედაც ბავშვობაშიც ადამიანს, ანუ თვარე სატურნი ერთად რო დგას თან სადესაწის პერიოდში დაბადება, ეს რო შეერთება არ იყოს, მაგრამ სადესაწის პერიოდში დაბადება. ან ოჯახში რაღაც რთული იყო იმ პერიოდში. ან ბავშვობა იყო სატურნიანული წარმოიდგინე. რაღაცა პრობლემები იყო და აი ცოტა დახსაც ვეძახით ხოლმე. კი და აი ზუსტად ნახე აი რასაც აი თუ ქონდა ჩვენ აი კაი ბავშვობა მქონდა და მე რაღაცა გაფუჭა რა ამას მონოტონურად არ გესმის აი უყურე რა შეესაქმე ჩემი გამოცდილებიდან არ გესმის როცა ამბობენ კარგი და ლაღი ბავშვობა მქონდა ეს რა არის რატო იმიტომ რომ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ბავშვობაში უბედური იყავი ან რაღაცა ცუდად იყავი და ცუდად გექცეოდნენ ეს ესე უტრირებულად არ ჩანს უბრალოდ შენი აღქმა ბავშვობაში იყო როგორც უფროსი ხარ უკვე რაღაც პასუხი სატურნი გაძლევს პასუხისგებლობას მზრუნველობას რომ ხვების წინაშე ვალდებული ხარ რაღაცა ითმინო ამავდროულად და პირველ რიგში რა შენი პირველადი მოთხოვნილებები თუნდაც მთვარის დონეზე უნდა შეზღუდო უნდა ისწავლო ან შენ თვითონ დაკმაყოფილება ამისი შენ თვითონ არა და არ გინდა ხო არ გინდა თითქოს აი მას ეწინააღმდეგე გააჩნია უკვე იქ ასპექტუალურად გეხმარება რომელიმე პლანეტა თუ კიდევ უფრო მეტად გიმძიმებს მაგრამ ზუსტად ჩემი მომენტი ეგ იყო მნიშვნელოვანი თუნდაც ფსიქოლოგიაში რატო წავედი მე რომ მესმის ასპექტები მესმის ეს ნიშნები მესმისაც შეიძლება ვეძებო ძაღლის თავი მაგრამ ამ ძაღლის თავს თუ ესე უტრირებულად ამოვთრი ანუ რა უყო ანუ რა თუ დამარხულია რაღაცა ამოვთხარო ვერ გავიგე ხვდები და რატო გავაღვიძე აი ნახე აი ფსიქოლოგიის მნიშვნელობა რატო შემოდის ახლა მე მაგალითად იმიტომ ვამბობ ხოლმე რომ ეს არ არის რომ პროპაგანდა გაძიორგინდა თუ რა ყველანი ეხლა ფსიქოლოგთან ან კიდე ყველანი ეხლა ასტროლოგთან მანდაც ნახე ბოდიში როგორ არის ფსიქოლოგთან ხო წახვალ მაგრამ აი მანდ კიდე სხვა ტექნიკები დამეხმარა მე მარტო ფსიქოლოგთან რო წავსულიყავი აი ვივლიდი კარგა ხანს და აი ძალიან ერნაბიჯები წავიდოდი აი მანდ მიშველა წარმოსახვითა თერაპიებმა სხვაშორის ლევან შატვერაშვილი ძალიან დამეხმარა თავიდან აი ეს მან გამაკეთებინა მთავარი გარღვევები მანამდე ჰიპნოთერაპიაზე უკვე გაკეთებული მქონდა ეგ ოღონდ ძალიან ღრმად იქ ისეთი ღრმად გავედი რომ რა ვიცი რო დაუბრუნდი გამიკვირდა საერთოდ იქიდან ვინმე ბრუნდება ეგეთი ვიყავი ისე შორს გავედი მაგრამ მე NLP-ს პრაქტიკები მე ეს ყველაფერი მაგრამ აი ლევანთან იყო რაღაც ძალიან უფრო არა ჰიპნოტური რო აი რაღაც მართლა სამყაროში გავედი აი ჩემში მომგზაურა მარტო მე და მე ვიყავით იქ უკვე ლევანთან და აი ის რესურსი დავინახე რომ არავინ არსად არ არის მარტო ჩემ თავში უნდა დავამუშავო ეს ყველაფერი და აი მანდ მივხვდი რომ მე როგორ ხდება იცი ხვდები ეზოთერული ფსიქოლოგიის ტექნიკები კიდე სხვა თემა არის საერთოდ ვიდრე სტანდარტული ფსიქოლოგია იქ ახლა შენ დედიკო რომ ეს გითხრა რა იგრძენი ეს დონე არ არის ეზოთერულ ფსიქოლოგიაში ნუ რა თქმა უნდა აქ არის როგორ იცი პირდაპირ აი კარმულზე ეგრევე კარმულზე რო გადიხარ რა ანუ იმიტომ არის ანუ ეს ნახე ჩაგერთვები აქ ეს არ მინდა ისე გაიგონო თითქოს წეგან ფასტ ფუდი ვახსენე და აქაც ვითომ სწრაფი გზებით არა უბრალოდ ძალიან ეფექტურად კიდე ერთხელ ვამბობ მე მაგალითად ხო თუნდაც იმას ვინდა თუ არა ანუ მე ვერ ვშტამპებ ვინდა თუ არა ეს ან ის არ არის ჩემი ესე ვთქვათ მიზანი ეგ მაგრამ როდესაც ხედავ რომ ეს მუშაობს და რატო ვამბობთ მაგალითად თავს უფლებას რატო ვაძლევთ ან შენ ან მე რო დღეს ვისხდეთ და ესე საჯარო ვიდეო ჩავწეროთ და რომ რაც უკვე შენს კანზე გამოცადე რომ ეს შეგეხო და ეს გწვავს თუ სიამოვნებს თუ ცხელა თუ როგორც არის ამას აზიარებ აზიარებ უკვე როგორც შენს დონეზე იმ ცოდნის დონეზე და სინთეზით იმიტომ რომ სინთეზი სჭირდება ამას იმიტომ რომ ესე შეიძლება ყველამ გახსნას ხო ყველამ გახსნას რა თქმა უნდა რუქა და მე ადრეც გითხარი რომ პირველად რო დავიწყე და ესე ვთქვათ ადამიანმა რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მაიკოს რომელმაც ჩამრთვა ამაში რომ მითხრა რომ იცი რა რასაც შენ ხედავა ყველა ვერ ხედავს ანუ მე არ ვიცი ეგ რა არის ანუ ჩემი მეგობარი მეუბნება რომ რავი ბიოქიმიას ვსწავლობ მაგრამ ახლა სახლის მართველები ჩავაწერინე ამას წინათ ხვდები ანუ
დაინტერესებულია უნდა ისწავლოს, მაგრამ ანუ სახლის მართლობა ანუ მე ისე მიხარია რომ შემიძლია დავეხმარო მას, მაგრამ ანუ მე მგონია რომ უკვე ჩვენ ისე აი როგორც ახლა მაგალითად მე-13 სართულზე ვართ, ხო? მე მგონი იმდენად მიეჩვია თვალი ამ სიმაღლეს რაღაც მომენტში შეიძლება უსაფრთხოების ზომა ვერც დაიცვა. ხდები ეგ მომენტი არის. როდესაც ამაში ვართ ჩვენ სამ სფეროში. ზოგჯერ არ ვიცი შეიძლება თქვენია რომ დაინახვა ან კინოსიუჟეტს, პერსონაჟს, ან კიდე ადამიანს და ეკრებ თითქოს რაღაცნაირად ეს სუბტიტრები ვიდეოს რო გამოდის. ამას ესადაც, იმიტომ რომ მე მაგალითად ერთ-ერთი არასასიამოვნო რაც არის ხოლმე, როდესაც როგორც ასტროლოგს აბა გამოიცანი ვინა ვარ და აი მან როგორ მინდა გავიღიმე ეცი მესმის ეს არ არის ესე თქვა უხეში ახლა გასაგებია ხო ადამიანური მომენტია მაგრამ ეს ზუსტად რასაც შენ იმდენად ფილოსოფიური მერთვება იმდენად მე მთლიანობაში ვხედავ არა ის რომ შენ შეიძლება კითხი იმიტომ რომ ჩემი და არის მაგალითად რა შეიძლება ჩემზე ადვილად დასვას მაგალითად რომ ეს საწორი იქნება ეს კითხები ის მე გეთხედვა არა მაქვს მე აღვიქვა ზუსტად მთლიანობაში, რომ ამას ამ ქცევის მიხედვით, ან ამას აი ესეთი საუბრით, ან ამას აი ესეთი დაინტერესებით კომპლექსურად. ნახე შენ ერთ-ერთ ვიდეოში საუბრობდი ზუსტად ანუ ბევრი ნათალური რუქა დაიდო ქრისტესზე და ნუ რა თქმა უნდა ყველა თავის ვერსიას დებს, მაგრამ შენ შეიძლება ზუსტად შენი პროტოტიპი შექმნა ამისაგან. არა იმიტომ რომ გინდა თუ რა ესე და ესე იყო და აი გრადუსი, მაგრამ ამ ენერგიებში ხედავ. იმიტომ რომ ბოლოს რაც მითხრას მე მაგალითად ანუ თხის რქა რო ვარ მაგას ვერავინ უმეტესად ვერ ხვდება, იმიტომ რომ არა მაქვს ეს თხის რქის ბუნება ესე წინ წამოწოლი. ბოლოს მითხრეს მორიელი ხარ. რაღაცნაირად. აი და კითხები მოდის შენგან თლიანად. ხო. და მეოთხე სახლელი ხარ. ხო. კი, და მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, ანუ ვისაუბრეთ რატო ვამბობ, კითხები არის ეს. და მე თხის რქა, ოღონდ რეალურად ის არის ასცენდენტით თხის რქა და თხის რქობა იმას ძალიან ეთყობა და მე იმის გვერდზე კითხები ვარ და ის ჩემ გვერდზე ესე ვთქვათ თხის რქა არის. ამ დროს აი იმიტომ რაღაც მომენტში ძალიან კარგად გამოვკვდის ერთმანეთის ენერგიებთან ურთიერთობა, რომ აი ეს ძალიან მომწონს და ამას რო პრაქტიკაზე ხვდები, რაც რეალურად შეიძლება წერია და დაწერილა, ეხლა კი არა, რამოდენიმე საუკუნის წინ, და მე შეიძლება ამ განზომილებაში, ხსენებაში არ ვიყავი და კიდე ის მეგობარი რომ მეყოლებოდა შეიძლება არც ყოფილიყო ეგეც ხსენებაში. ეს რო უკვე შექმნილი სტრუქტურა არის, აი ასტროლოგიაზე საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ მანდ მივდივართ რა. ნუ ეხლა წარმოგიდგენე მე თვარ თხისქა ვარ. ყველაზე კარგად ვარ თხისქებთან. არა და ვითომ კირჩხიბი და თხისქა, ხა ოპოზიციური ენერგიები არის, მაგრამ გააჩნია პირად რუკაში რა ხდება. პირად რუკაში. სატურნი მაქვს ყველა პლანეტასთან ჩართული, ვენერას გარდა ამის, მერკურთანაც, იუპიტერთან მაქვს ჩართული და მარსთან მაქვს ჩართული. და ისეთი თემა არის და ძლიერია თანსასწორის. და მაგ კუთხით მე ახლა თხისქის ენერგიასთან ძალიან ოკეი ვარ. როცა კირჩხები, აი არ უყვართ თხისქები. აი ზუსტად სხვათა შორის ზუსტად ეგ დამამახსოვრდა და იმ მსმენელებისთვის ამასაც ვიტყოდი რა, რომ ჩემი მეგობარი ვისგანაც რო გიყვებოდი, რომ აი პირველად ასტროლოგიის ციკლი მანმაჩუკა მეთქი, ხო? ესე ვთქვათ ჩემზე ადრე იმან წაეკითხა თათასაც დიდი სალამი და სიყვარული. ანუ ნახე პირდაპირ მითხრა ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავთ. ვემე ესეო კირჩხები და თხისქავ ვერ იტანენ ერთმანეთს და შენ რანაირად ხარო ჩემი საუკეთესო მეგობარი, მაგას ვერ ხვდები. ოღონდ მე ამ დროს ჯერ ასტროლოგია ვიცი რომ უბრალოდ თხისქავ ვარ. დანარჩენი ახლა დღესაც რომ მკითხვა აი კირჩხები როდიდან იწყება ეს, ანუ ეგ ჩემი დაინტერესება არ არის. ხვდები რომ აი მე უნდა იცოდე რომ მოსაძე გადავიდო. ვიცი რომ რუკას ჩავხედავით და მოვხდება და всё რა. იმიტომ რომ ზოგჯერ ეგეც გონიათ რომ ეს რაღაცები უნდა იცოდე. ტექნიკური დეტალები არის რომანი. ხო. და მე უკვე როდესაც შევხედე ამას ფართო მასშტაბით, ხო, აი რასაც შენ ამბობ, ენერგიები იმდენად შიდა სინასტრეულად, იმდენად გაცვლადი და გამოცვლადი არის, რომ ზუსტად ანტაგონისტები რო ხართ, მაგას ვუხსნი ხოლმე რა, თავდაპირველად მაგალითად, ხო, ვერძი და სასწორი რო შეხვდება, ერთმანეთს შეიძლება დახოცონ ერთმანეთი, იმიტომ რომ ის იმის უხეშობას ვერ იტანს, ეს ამის ყოველას გათვალისწინებას და ყოველას მამიდობას და სიმშვიდის უნარს ვერ იტანს, ხო, მაგრამ რეალურად საბოლოო ჯამში ეს იმაში აღაფრთოვანებს, რომ აი შენ ჩემი აი ეს სიცხარე იმასქენ და შენ კიდე აი მოდი რა შემომიძახე რა, ხო ხვდები რომ შენ ეს არის აი მან გვეხმარება სხვა ასპექტები.
თუ იქაც ოკეია რაღაცები, აი ეს უკვე რესურსად იქცევა და თუ იქ არ არის ოკეი, ხა სატურნი პირველ სახში თუ მისის მე პარტნიორის მუდმივად მაგანსა რომ ბოჭავს ეს ადამიანი. ხო. ეს აი სინასტრიაში აქ მორიგება შეიძლება მყარი იყოს სტრუქტურისაკენ მომიწოდებს და რაღაც სერიოზულად იყავი და ესე. სულ თხისქული არის ეს ტიპაჟი, ხო ვენერა თხისქრა ყავს, მერკური თხისქრა ყავს, ოკეი არის მისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ კიდე ხშირად ამბობ ხოლმე შენს ბავშვების როქას, აი დედის სატურნი რო ბავშვის მზეზეან მერკურზე, აი მერკურზე მithumetes თუ დაჭდას უნდა ისწავლოს. всё, აი ეს პროგრამა აქვს, ხდები, ან კიდე მარსზე თუ დაჭდა, აი მე როგორც ისე ენერგია, ისე უნდა ან სპორტზე, ან შეიძლება სულ ჩაახშოს ამისი ენერგია, ხო, გააჩნია კიდე შეგნით როგორ იქნება. ან კიდე აი რაღაცა მარსის მაქსიმალური გამოსო, შეიძლება სულ არ უნდადეს იმ ბავშვს სატურნისეულად გამოსვა. მან რა არის სინასტრიაში მე დაკავებული ვარ ესეთ რაღაცას. ყოფილ ადამიანთან მეგობრობთ მაგალითად და ზოგთან არა, როგორი ბავშვი დალახური იცი და ვიღაცა ჩემი დედიკო უნდა იყოს და მწყემსოს. აი სადღაც მე შეიძლება გავხდე დედიკო და ოღონდ აი სატურნუა დაუწყო ადამიანს, ეხა შენ არასწორად მოიქეცი და რაღაც ესეთები. ნუ ეს ხო სინასტრია სინამდვილეში, ხო? ჩემი სატურნი სადღაც მუშაობს, ანუ ჩემს რაღაც პრინციპებს ვიღაცა. ხო, ენერგიას ესე რა დავიწყე, აი სინასტრიული ის დამუშავება შეგვიძლია ესე ჩავთვალოთ. აი მე შევხვდი ჩემს აი ამ აი ესეთ სატურნულ ენერგიას, რომ აი მე აქ უკვე რაღაც მორალური თემები დამიდგა და ეს პატარა ბავშვი მირღვევს საქმე მორალებს მაგალითად, ან ჩემს სიმყარეს, ან დავიწყე მუშაობა, რომ მოდი ის ჩემი არ არის. მე მასთან არ უნდა ვიყო სატურნი. და უცებ დავინახე, რომ ზუსტად იქნება ეს კურნალობს ჩემს სატურნს. რომ აი აქ ეს ჩემი სტრუქტურები და ნაშენები რაღაცა, ისა დავამსხვრიო. აი ჩემ მორალს კარგად იმას იზამს, ესე რომ თქვა, ქვას რო ამუშავებ, თლი. ვერც წარმოიდგენ როგორ საინტერესოდ თქვი ახლა. შევცვალე. აი უცებ ის კი არ იყო, აი მივიღე ის სილაღე, ის უბრალოება, ის უპასუხისგებლობა და მოვირგე. ეს არის ზუსტად რასაც მე ვფიქრობ, ეხლა რაზედაც საუბრობდი იმ თვალსაზრისით. სინასტრის დამუშავება, როცა პასუხისგებლობას იღებ, იმიტომ რომ ნახე პირველი შეხვედრა, თუნდაც სატურნისა და მთვარის იმაში რა ქვია, ეს არის ნუ რა თქმა უნდა რომ შებოჭვა და ემოციებს ვერ გამოხატავ, ან კიდე სულ რაღაცა შენი ყოველდღიურობის ის უნდა რა ქვია სტრუქტურაში ჩადგომა და ზოგჯერ არის ზუსტად ეს, როცა გაცნობიერებული ხარ, ჩვენ კი ვიცით ასტროლოგიაში, რომ ეს ნელამოძრავი პლანეტები უფრო მოქმედებენ ამ მithumetes პირად პლანეტებზე, მაგრამ თუ გაცნობიერებული ხარ, ხო შეგიძლია ზოგჯერ შენს დაყვი ამ რბილ ენერგიას. იმიტომ რომ მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ზუსტად ერთ-ერთ ადამიანთან მაქვს ზუსტად ეს ურთიერთობა, როდესაც იმისი სატურნი ჩემს თვარეს უერთდება და ზუსტად სანამ მე ამას გავაცნობიერებდი თუ რატო ვიყავი ეს გობსტოპზე, როგორც კი გამოჩნდება გობსტოპზე ვიყავი, თითქოს რაღაცა პერფექტი უნდა ყოფილიყავი, ხვდები? ზუსტად მე როგორც კი ფსიქოლოგია შემოვიდა და გაძლიერდა ჩემი მთვარე, ხო, ეგრევე მე მის სატურნზე, ანუ ზუსტად მის სტრუქტურაზე დავიწყე მუშაობა. არა ის რომ მე გადმომეკაჩა, არა, უბრალოდ მე ჩემი სიყვარულით, ჩემი მეგობრობით, ჩემი პასუხისგებლობით ამომჭი დავანახე რომ მოდი იქნება და არ უნდა გეშინდეს ამ რბილი ძალის. მაგრამ ის მეორე პასუხისგებლობა ის რამდენ მიიღებს ამას. ხო და ეგ არის რომ ზუსტად ჩემმა ესე ვთქვათ მთვარის გაძლიერებამ, თუნდაც ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, თუნდაც ამ სადისადის გადავლის შედეგად გამოიღო თავისი სასურველი შედეგი და ეს არის, როდესაც პასუხისმგებლობა სწორად არის გადანაწილებული, ვფიქრობ და როდესაც მსაუბრობა გააქვს თუ სიყვარული არსებობს, თუ არსებობს მონდომება, სურვილი, ესე ვთქვათ, ეს ეგზისტენციალური. აი მე უფრო მან დავაკვირდი იმას, რომ ჩემი სურვილი რა იყო, იცი, რომ აი იმდანად უკვე მუშაობაში დამღამებული გვაქვს, შენ ესე გექნება, აი რაც უფრო ფსიქოლოგიურად მუშაობთ ჩვენ თავზე. უკვე ნებისმიერ გამოწვევას უყურებს სხვა ხედვით. ანუ
ნებისმიერ ადამიანს უკვე განვიხილავ რაღაც სარკეთ რას მასწავლის ეს ადამიანი მე. იმიტომ ეს უკვე ბევრჯერ რო გაქვს დამუშავებული, აი რო ვარჯიშობ და სხეული უკვე თვითონ ვიარი ხო რაღაც ფორმაში. არის ფსიქოლოგიური ვარჯიში და ფსიქოლოგია არის შენი მოკლედ დაკონტროლი. იდეალურად და უკვე ვარჯიშის ფუნქციაში ხარ მუდმივად და აი მან დავაკვირდი. ეხა მე საერთოდ ოჯახთან მქონდა ეგ როლი სატურნის ჩემ ოჯახთან, რომ პატარა ის ამ წემს ვაჭირდებოდათ რა, პატარა ბავშვები და მე ვიყავი სკოლის დირექტორი. ანუ თურმე ოღონდ მე მაშინ ვერ ხვდებოდი. ფსიქოტიპით ესეთი ვარ და ზოგადად ცხოვრებაშიც ეგეთი ვარ. მოდიან მე სადღაც ესე მაღალ სართულზე ვზივარ და ვიღაცები მოდიან და რჩევას მეკითხებიან და მე ვაფშე არ მინდა ეგ. ანუ მე ჩემთვის მინდა ეგ რაღაცა და ანუ აი სულ პატარაობიდან მახსოვს რა, რომ აი ეს როლი მაქვს რა, სატურნი იუპიტერი შეერთება. კი, ანუ პირდაპირ ბძენი ხარ. არ გეკითხები, ანუ არჩევანი არ არის. არა ვარ ეგეთი, ძალიან ჭკუამხიარული ვარ. აი ძალიან გართობა ვიყო შეცდომების დაშვებაც ვიყო, ვინ გაძლევს ამის უფლებას, ხყვები და აი ამ კუთხით რომ მივხვდი რომ აი სულ ესეთ ამ როლში ხარ, მე ვიღაცა რომ მოდის, ისე უნდა აიყვანო, უმწყემსო და შენ მორალში და იმაში მივხვდი რომ მაგრამ უნდა დავიკიდო. ეს მორალები. და რას მივხვდი იცი? აი ძალიან კარგად შეუძლიათ გაითვალისწინო სატურნ მორიელებს ეს. იმიტომ რომ შენ აი ზუსტად ეგ მინდოდა მე გავუყურე, ამაზე ჩემს გეტყვი აქ ჩაკერთვები რატო? ზუსტად აი რაც შენ ამ ბოლო 5 საათი ერთ მეც ვასწრებთ რაღაცების თქმას რაღაც ნახე ზუსტად იმიტომ ვამბობ ამას რომ შენ ამას ამუშავებ შენი ლილიტით ხო მორიელით იმიტომ რომ ენერგიაზე მოდის პირდაპირ მე ამას ვამუშავებ ჩემი ლილიტით იმიტომ რომ ემპათიაზე მოდის რომ აი მტკივა აი ის რომ ისეთ მდგომარეობაში თითქოს მტკივა ხვდები მაგრამ ზუსტად მე ამ დამუშავებს რომ იმ მტკივილს კი არ უნდა ჩავყვე მე შენ გაგცნობინებ რომ ესე არა გინდა მე შენ მტკივილებს აღარ ვიღებ ანუ ტოქსიკურს აღარ ვიღებ და როგორც შენ იმ ენერგიას აღარ მიყვები ახლა და აღარ გინდა რომ ჩაგითრიონ აი ამ რაღაცა კაეშანში ხო არც იმ ემპათიურ ტკივილებში აღარ მინდა გავყვე მე მაგალითად ხვდები ანუ პირნათლობა ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი არის ის რომ ნიტოშტე დაგიკიდე ანუ მე გაჩვენება ამ სალკეს ოკეი გინდა ჩაიხედე დებ საჩვენებ მაგალითს გაძლე შენი საქმე წერან საუბრობდით იმაზე არა ხო ეს თავზე არავის აი წერან საუბრობდით ზუსტად იმაზე ანუ ანტაგონისტი მომენტები როდესაც მაგალითად მე მშვილდოსანი სელენა და ლილიტი მშვილდოსანი როცა მელაპარაკებ ანუ მე ანუ ამ მომენტში ანუ წყობიდან კი არ გამოვალ უბრალოდ ხვდები რომ უნდა გავჩვენო ძალიან ხვდები კი აი ლილიტი იგივე რომ მოდის აი ძალიან ხვდებით ენერგიას, როგორც სელენა თხისქა, ძალიან გაშიფრავს ლილით თხისქა, სხვა ვერამე ვერ გაშიფრავს ესე როგორც სელენა თხისქა. ეგრე ვარ მე მშვილდოსნებზე. აი ხედავ ეგრევე და ნუ ვერძებზე ხო ხედავ და მაქვს გულის წყვეტა ხოლმე, აი რატო? აი რატო სელენა თევზი მყავს მეგობარი და სულ ესე უყურებს გაოგნებული ლილით თევზებს აი რატო ასე ანუ მე ყველა ეგრე ვარ მე წავედი ერთ-ერთი ნუ ცნობილი ესე ვთქვათ და ნუ მნიშვნელოვანი ჩემთვის ლექციათა კურსზე და იქ ვინც იყო წამყვანი, ნუ ფსიქოლოგი რა თქმა უნდა, ხო, მე მისი რუკა რა თქმა უნდა წინასწარ ვნახე, ჩემთვის პირადად ეს არ ნიშნავს რაღაცას ვაინტრიგებთან რაღაცა. ეს იყო ჩემი პირადი დაინტერესება. ვნახე რომ იდეალურად მიდიოდა ეს ადამიანი ჩემს ლილიტზე და სელენაზე, რატო ის იყო ლილიტი ტყუპი და სელენა თევზები. ანუ პირდაპირ რეზონანსში. როდესაც ერთ სივრცეში აღმოჩნდით მე ამ ადამიანის სიმშვიდეს წყობიდან გამოვყავდი რაღაც მომენტში და აი ამის დალაგებულ რწმენას ესე ვთქვათ ხვდები რომ ეს წამს ხვდები და მეთქე ეს როგორ წამს რას ქვია ესე წამს რას ქვია ანუ მე იქ უკვე მე ქალწულის ანტაგონიზმი ჩამერთო აბა დაამტკიცე და აბა დავაი ახლა ჩამოთვალე გალაჭკები სად არის ანუ რა წამს რას ქვია ესე წამს ანუ რა ბრმა ხარ ენდოპი ვის ენდოპი ანუ ქვეცნობიერად ესენი ჩამერთო ხვდები მაგრამ საინტერესო იყო ის რომ ლილიტი ტყუპი
მე ვხვდებოდი ის რას ფიქრობ და ვერ გამოთქვავ და მე ვეხმარებოდი იმას უკვე გამოთქმაში. ხო, მაგრამ ცოტა ნახე ინტელექტუალური კონფლიქტიც დაგიწყო მათ. მეგან თავის ლილიტით ხო არ მოახდინა პლუს ელენა ლილიტის ღერცმა მისმა. ხო არ მოახდინა შენზე ენერგია. ნახე აი რატო გეუბნები. ტყუპი რა არის? ინტელექტუალური დაბნეულობა არის ზოგადად. ხო და აი ზუსტად ეგ მომენტი იყო. მისი ლილიტი ხო არ იგრძენის შენ და ეს ინტრიგა ჩაგერთო. აბა ეხა ამას სიტყვით. ეს რო წინასწარ ვიცოდი მაგალითად ვისთან მივდიოდი, ჩემთვის საინტერესო იყო არა უბრალოდ ჯერ დიალოგში შესვლა, ანუ დაკვირვება ეს როგორ ვლინდება. ანუ მე რო ვარ სუსტი ამ სფეროში, თქვა და ძლიერი ამ სფეროში, მე ზუსტად და ეს როგორ მივიღებ ამას, რაზე დავტრიგერდები, რაზე შეიძლება თუნდაც პროვოკაციაზე წამოვეგო და როდესაც ეს უკიდეგანო სიმშვიდე დავინახე და გაჟღერდა ეს, ანუ უბრალოდ გავიოცე რა რომ არ ვიცი, აი მან ვიგრძენი ლილიტი რას ნიშნავს, როცა შეიძლება 7 იყო, მაგრამ ეს რომ მოჩვენებითი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე იმისი სიმშვიდე არ მესმოდა. ხვდები, აი ეს მომენტი არის. სხვათა შორის მან შემიძლია რა გითხრა, იცი, ჩემ გამოცდილებაში, ხშირად ვამბობ ხოლმე ლილიტი მშულდები ზოგჯერ ძალიან ჩემთან დაპირისპირებაში შემოდიან ხოლმე, ხო? ან ძალიან უყვარვარ ერთი კატეგორია ლილიტი მშულდების, აი ძალიან რო ჯიგრულად ვარც და მეგობრულად ან მეორე კატეგორია, აი ASS-ია, კონსულტაციაზე და როგორც, აი დაკითხვასავით რა არის ხოლმე, ხო იცი? აი მან და მაგ განცდა, რომ მე ხო ახლა მშულდოსნის სფეროში ვარ პირდაპირ. მე ვამბობ აქტიურ, აგრესიული მშულდოსნებზე. ხო, ლიტი პასიური და აქტიური არის ზოგადად, ხო? ახლა ჩემი ლიტი ზუსტად რომ პასიური მასში არის ფაზაში და არა აქტიურ ფაზაში. ანუ ინური ლილიტია ჩემი და ზოგადად იანური ხო აი ძალიან აგრესია ხა ჟირინოვსკი იყო აგრესიული ლილიტი ყველას რა კუპეს ქვაფში და აი ეგ იყო აგრესიული აი იანური ხო და აი თუ მოდის ესეთი იანური ლილიტი მშულდოსანი აი გაუფასურებას ცდილობენ ჩემი მთელი ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის და მან თუ ხვდები რომ მე უბრალოდ ჩემი არსებობით მათ ვტკენ იმას, რაშიც თვითონ არიან. კი და მაგას მეც ვამტკიცებ, უბრალოდ უყურე რაშია საქმე, მე ესე ვფიქრობ რა, რომ ჩვენი საუბარი დღევანდელი რაც ეძღვნება კიდე იქიდან გამომდინარე, რომ ეს არც ჩვენთვის არ იყო ათული, ამისთვის თვალის გასწორება. ჩვენ აქვს ხედვართ ახლა და უბრალოდ ესე ბრძნებად არ მოყვაქვს თავი, ხო? საკუთარ ხაზზე რო გაგამოვლილი ყველა. იმიტომ რომ даже ახლაც კი, როდესაც თქვა დღეს ვსაუბრობდით, ან მე ვისაუბრობდით, ანუ ბოლომდე ამას რო უყურებ, ეს რა თქმა უნდა დამუშავებადი არის, მაგრამ რაღაც მომენტში გწიწკნის. ეს არის გწიწკნის, ეს არის რო გტკენს, ეს გწიწკნის, რო რატო რაღაც. ჭრილობა რომ ბოლომდე არ გიხოცება და მთელი ცხოვრება მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად ცხოვრების საინტერესო მომენტი ეს თუნდაც მშულდოსნურად რო ვიღოთ, ესაა საინტერესო, ხო? რომ ეს უბრალოდ ტრამპლინებად კი არ მივიღოთ, თან რაღაცა ცხელი და ცივად კი არ მივიღოთ, მრავალფეროვნად. ხო, ეს უფრო საინტერესო არის. ეს უფრო მეტად გაძლევს ენერგიას, სიცოცხლის ხალის, მოხდს, უფრო მეტად ესე ვთქვათ, გაძლევს სურვილს, რომ შექმნა. იმიტომ რომ ვინაიდან ისევ ამ მატერიალურ სამყაროში ვართ, ხო? და მზე ესე ვთქვათ მთავარი რა არის მზით განისაზღვრება გინდარგინე ჩვენი ზოდიაქო ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ლილიტზეც ვისაუბროთ თვარეზეც ყველა არის მნიშვნელოვანი კატეგორიები ტოპ-10-ს ვერ გავაკეთებთ ახლა როგორც თქვა ყველას პატივს ვცემთ მაგრამ ვინაიდან მზე არის მაინც მე ესე ვუყურებ ხოლმე კიდე რა მთავარი ზოდიაქოს ცენტრი ხო იმიტომ რომ ამითი ვსხივდებით ყველანი კარგი გაგებით შემოქმედებითობისათვის უკვე გვჭირდება აი ეს ყველაფერი, რაზედაც ვისაუბრეთ, რომ დავამუშავოთ, რომ აი ეს მზის ენერგია უკვე მერე, რასაც ქვია შემოქმედებითობა და შევდგეთ, ეს უკვე აქტიურად შევდგებით, პასიურად შევდგებით, ეს უკვე შინაგანი ეგოს მოთხოვნილება არის, მაგრამ თუ აი ეს კარმული კვანძები, აი ეს კარმული მომენტები ლილიტისა და სელენასი და მოთხოვნილებები თუნდაც დაკმაყოფილებული გვაქვს იმ დონეზე, რომ ჩვენ ამათ ვაკონტროლებთ, ჩვენ ამათთან მეგობრობთ, ჩვენ
ამათ რესურსებს საჩვენოდ ვიყენებთ, ჩვენი მზე რეალურად უფრო მეტად კაშკაშებს. სულ უასპექტო იყო, რაზედაც წეღანაც ვისაუბრეთ, სულ უასპექტო იყო. всё, შინაგანად უკვე იმდენი მეგობარი ყავს შენ შინაგან სამყაროში. ხვდები რომ ქაჩავენ ესე ვთქვა და ანუ მარტო აღარა ხარ. რაზედაც ვისაუბრეთ ზუსტად წეგან რომ შენ სამყაროში მარტო არ ხარ, სამყარო უსაფრთხოა. ძალიან კარგი გზავნილია. იროდ მაგაზე რომ გავედი ისე გამიკვირდა. ხო. და რა მაგის აპირისპირო ვიცოდი სულ. ხო. თან არაფერი ისეთი არ მქონია ყევები, მაგრამ შეგნით რომ იცი რა, რომ პლუტონი მზის კვადრატი მაგ და წარმოიდგინე ახლა პლუტონიანელისთვის როგორი არის სამყარო, ხო? და იომო სულ რა გაიტანო რაღაცა. მაგრამ აი მე რასაც ვაკურდებოდი, აი ჩემ ღერძზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? მორიელის ღერძზე. აი ამ მორიელურ ჯაჭვებიდან იმდანაც ვერძულად მარტო გამოვახციე თავი. აი ეს ძალიან საინტერესო. რომ აი და რა იყო ეს მორიელური ჯაჭვები ჩემთვის, ხო? რომ აი მაგალითად ცხოვრობ ნეგატივს, რომელიც შენი არ არის. ხარ იქ, სადაც ნუ აი შენი არ არის რა ის ენერგიები და თან ოღონდ რა არის შენ შეიძლება არ იყოს ახლა გვერდზე ვიღაცასთან ცხოვრობ და შენი არ არის, მაგრამ რომ გაცხოვრებენ ამ თავის ენერგიაში, ეს კიდევ ცალკე თემა არის. გითხრევენ. ოღონდ რა შემითრიეს ერთადერთი ისე, რომ ეს მარტო გარემოს არ ეხება ზოგადად, აი მაგალითად ქართულ საზოგადოებაში როგორ ხარ? მე ძალიან ესეთი ჭკომხერული ხალი ვარ. არ უყვართ რომ იცინი და ბედნიერი რო ხარ ხშირად, ხო იცი და აი მაგ მომენტში მქონდა ეს ეგზისტენციალური რაღაც შინაგანი ის რომ ან გამოვხატავ ნამდვილ ჩემ ბუნებას და ვიკიდებ ყველას ან ხარ ამ ნეგატივში აი ამ სოციუმთან ან ამ გარემოსთან ან სამეგობროსთან და ასე შემდეგ ანუ არ ნახობენ ესე ანუ არის და მე ძალიან თავისუფალი ვარ მაგრამ სელენას კარგავ სელენა დავკარგე და აი მანდ უკვე შეიძლება უკმაყოფილება იყოს ვთქვი რომ რას ქვია რატომ იკლავთ აი ნათელს და მაინც არ ეგუება მით უმეტეს ისეთი მებრძოლი სელენა ყავს მაინც ვიბრძოლე და თან ყველაზე მაგარი რა მოხდა იცი მე რასაც ვაცნობიერებდი აი ნეგატიურ გარემოში არც ერთის ტალახი არ ავიღე არ გავხდი ნეგატივი ჩემი განცდით ანუ რატო განები იცი რომ მაინც არ დავიჯერე რომ ეგ არსებობს აი ეგეთი განცდა მაქვს რა აი ბოლოს ბრძოლა დავიწყე რომ ეს არ არის რა სწორი რა აი ეს ნეგატივი თქვენ რაშიც ხართ და თან მეც მახოთ არ არის ეს სწორი რაღაცა ნათელი არის და მართალი ვიყავი. ანუ გეთანხმეთი. აი როგორც კი აი ეს ყველაფერი ჩავხსენი, რომ თქვენ იყავით ეგეთ დამწუხრებული სახეებით. მე წავალ და კარგად გავისეირნე, ვიცინებ, კარგ კომპანიაში რაღაცა, ხო? აი მანდ უფლება მივეცი ადამიანებს იყვნენ თავისი ნეგატივის კუთხით, ანუ მე მქონდა რა განცდა, იცი რომ სადღაც რომ ნეგატივს დავინახავდი, იქ ჩემი სინათლით მეგონა რაღაცა შევცვლით. ვერაფერს ვერ შევცვლი. ნო ჩაგითრევით ისე თავის ნეგატივში და მივხვდი ეგეთ რაღაცას რომ არა მე დავანებე თავი ყველას ნეგატივებს აქეთ მოდიან ვისაც ნეგატივის დამუშავება უნდათ ესე რა თქვა თვითონ აკაკუნებენ ხო აი სელენა ლილიტის ტანდემზე როცა ვლაპარაკობთ ხო აი ასაკთან ერთად მოდის იცი ეს გაცნობიერებით დრო არის საჭირო აი მანდ აუცილებლად შეკეთები კიდევ ესე როგორც სატურნიანელი ამ თვალსაზრისით იმიტომ რომ ანუ სატურნიანელებს განსაკუთრებით გვაქვს დრო შეგრძნება და როგორც ვთქვი რაღაც მომენტში კარგ ასპექტებში არ გვეჩქარება მაგრამ აი სატურნთან ზოგადად ხისრქანსთან სატურნთან მაინც არის ხოლმე ამისი მომენტი რომ აი კოს დრო სჭირდება დრო მე რატო ვამბობ იხა მე რასაც ვამბობ მართლა დრო არის საჭირო უნდა იცხოვრო ფაზა ზუსტად იმიტომ რომ თუ არ განიცადე ეს რატო შენც თქვი ის მომენტი რომ აი სმენელები იწერენ მაგალითად ამას ამ ჩანაწერს უგზავნი და მე მოусმინე კიდე ანუ იმიტომ აქ არ ვარ ორიენტირებული ვაუ ეფექტზე იქიდან გამომდინარე всё ახლა მე აქედან განსხვავებული გავდივარ. იმიტომ რომ თუ ასპექტი არ მომწიფდა ესე ვთქვა თუნდაც თუ ლილიტი არ მომწიფდა და აი მოთმილების ფიალა არ აგებსო ესე ვთქვა იმიტომ რომ ლილიტი ვერძმა შეიძლება ნუ უცებ გამოხატოს ექსპრესიულად რა თუ იმ სასწორში არაა წასული და გარინდებული თუ არ არის მაგრამ აი უკვე ლილიტი
კურო და მორიელი აქ ხო მაინც მოთმინების ღერძი არის ფიქსირებული ჯვარია აი რაჭულად ხვდები რაღაცნაირად არიან თუ ძალიან გამოაგდე და თან ვერც ხვდებიან შეიძლება რაღაც მომენტში რა ვიცი ესე უნდა იყოს იმიტომ რომ აი ეს დროს მოაქვს განსაკუთრებით ასტროლოგიაში ну მე როგორც ვიცი ყოველ შემთხვევაში 30 წელს იმიტომ ეძახთ აი სატურნის სასაქმს რომ სრულწლოვანების სასაქმე და სხვადასხვა სიუდებელებს ძალიან კარგად აქვს და მე თვითონაც ახლა თეოლოგიაზე რომ სწავლობდი მაშინვე ეს მივიღე ანუ შეიძლება რა თქმა უნდა დაწერილიც არის ეს მაგრამ ეგრევე მოხდა თვალში ნახე 12 წელი ხო არის იუპიტერის ციკლი 30 წელი არის სატურნის ანუ 12 წლის ასაკში ქრისტე ხვდება ტაძარში სადაც ბრძენ კაცებს ელაპარაკება ოღონდ არ მოქმედებს ნახე იქ საუბარი მიდის დისკუსია იდეების განხილვა მშვილდოსნურად ხო ხოლო 30 წლის ასაკში უკვე სატურნისეულა თან საქმე აი ეს მომენტი საკმაოდ მკაფიოდ არის და საზოგადოებაში გამოვიდა უკვე სოციალური სტატუსი უკვე სოციუმი და პასუხისმგებლობა ანუ იქ რაზედაც საუბრობ და აქ უკვე პასუხი მიუხედავად იმისა რომ თუნდაც ტრადიციულად ვიცით რომ 12 წლის ასაკში უკვე გოგოებს მაგალითად აქორწინებდნენ და რაღაცა მაინც სწავლების უფლება 30 წლიდან გქონდა მე ჩემ პირველი ლექციები 30 წლის 31 წლის ვიყავი რომ გავაკეთე სუპირველად საჯარო ლექციები რომ გამოვედი 31 წლის ვიყავი. ანუ მე მაგალითად კარგ კვანძებზე დამეწყო. მე დაბრუნებამდე დავიწყე კონსულტაციები, მაგრამ მე რომ ნახე ტრანზიტში, ანუ ზუსტად კარმული კვანძების შებრუნება დაბრუნება მქონდა შეტრიალებულად რა. დაღმავალი აღმავალს შეუბრუნდა, ხო, ანუ ესეთი რაღაცა მოხდა და თითქოს სიტუაციამ და თან კიდე ტყუპურმა დაღმავალის ტყუპურ გახსნა მაინც ესე თქვა და თან ტყუპმა როგორც გითხარით ტყუპმა დამაწყებინა ხვდები რომ მიჯიკა ამ ყველაფერში ანუ გინგარი ხარ რო გიყვარს ეს თემა აი რა გითხრა აი ვერ ჩერდებით ხო აი რამხელაკსა გამო აი ზუსტად ეს მომენტი აი ლილიტი სელენა კიდე მაგაზე მაქვს ხოლმე ზოგი საუბარი, როდესაც ვთქვეთ რა აი დაღლილი ხარ ალბათ და მოდი არ შეგაწუხებთ რაღაც როგორც კი აი ამ თემაზე ვსაუბრობ, ეს ასტროლოგია იქნება, ფსიქოლოგია, აი ადამიანთან ეგზისტენციალური საკითხები იქნება. ანუ ეს ენერგია საიდან მოდის, არ ვიცი რა. საერთოდ ფსიქოლოგიაში მაშინ შეგვიძლია შევამოწმოთ ავთენტურ მეს ეს სფერო მოწონს თუ არა, თუ დაღლილობას არ გრძნობთ. აი ლექციაზე თუ ვზივარ და ჩამეძინა და ხშირად მეძინება. ოღონდ როგორ მეძინება, იცი? თავის მოწყვეტა რო გაღვიძებს, ხო იცი? ხა შეიძლება ცოტა თებზური იქეთაც მიყავ ხოლმე, რომ იქაც გაცნობიერებას იღებს. არა, მან ხვდებოდი, რომ ენერგეტიკულად ვერ მიქაჩავდა ლექტორი. აი ის სიხშირე არ არის, რომ მე აი ცნობის მოყარება გამოხვიცოს. ესე იგი ეს ისე პირველი კლასის მასალას ყვება, ოღონდ აქ სიტყვები არის, სიტყვები შეიძლება ინტელექტუალურად ძალიან საინტერესო იყოს, მაგრამ ენერგეტიკა ველი, აი მანდ ერთი ვლადიმერ ბენაიძემ ძალიან საინტერესო მითხრა, რომ ძალიან მიყვარს მაგაცზე, აი არის ძალიან ჯერა. აი ერთადერთი კაცი არის ამ სფეროში, აი ბოლომდე რო ვენდობი, იმიტომ დადასტურებული მაქვს წლების განმავლობაში. და მან მითხრა ესეთი რაღაცა მაშინ აი კარგად მახსოვს რა რომ შენ არ უნდა მიხვიდე ყველა ექიმთანო ეს მეგონები ერთი 10-12 წლის წინანდელ ამბავს რომ მითხრა ხო ვერ გიმკურნალებს ყველა ვერ გაგიქაჩავსო იმიტომ რომ ემეთი უნდა იყოსო კარმული გამოსილები ჩვენ დონეზე და ენერგეტიკულად თან ანუ შენ არ უნდა ეკითხებოდე ვიღაცას ჭკუას რომელიც შენზე იერარქიულადო კარმული გამოსილები დაბლა არის და მაშინ ვერ ხვდებოდი ამას. აი მე რო დამეწყო ეგ რო აი მოდის მასწავლებელი და იმის მასწავლებლად მე უფრო ახო ვქამ თავს და ვსივარ. ან მოდის პატარა ბავშვი და ისე ვუყურებ, აბა რაღაცა ახალს მაძლევს. აი მანდ უკვე მე მივხვდი, რომ ეს არის იერარქია, რომელიც კარმული ვიბრაციაზე ეკუთვნოს ეს იერარქია. რო ხედავ ახლა ექიმთან რო ვარ მისასვლელი პირველი ფოტოს უყურებ. ეგრევე უკვე ხვდები რომ ეს არ არის იმ ვიბრაციის რომ მე რამე დამეხმაროს. შანსი არის რა წარმოდა სწორი წარმლები გამომიწეროს ღარფერი არ მომდის ხოლმე მაგრამ მინიმალურ რაღაცას არ მუშაობს და მესი გამოწერილი წარმლები. აი ნუ ეს არის რა და მანდ არის ცალკე ენერგეტიკული ვიბრაცია რომელიც ჩვენ არ ვიცით ვერ ხედავთ მაგრამ თუ ამ შეგრძნებებს ჩავთვალთ ვიცით რა და აი მე განცდა მაქვს ხოლმე რომ აი ჩემთან თუნდაც ვინც მოდის ხოლმე კონსულტაციაზე ხო აი რაღაცნაირად ამ იერარქიულ ველში უნდა ვიყოთ. არ ძალიან დაბალი არ მოვა
აი ამ იერარქიულის გაგებით. არ შეიძლება ძალიან მაღალი, იმიტომ რომ იმისთვის უკვე გასული თემა ვარ. იმისთვის უკვე შო, ნუ ანუ ვერა და ცოდვა ისეც და აი ეს ენერგეტიკა ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. სიხში არის ძალიან მნიშვნელოვანი. სად ხვდებით, როგორ ხვდებით? აი ხა როცა ვუყურებ რომელიღაც სფეროში აქტიურ ადამიანს, აი მრევლს უყურებ ეგრევე. აი თუ ძალიან ისეთი დაბალ ვიბრაციული ინტელექტუალური ხალხი არის, გასაგებია უკვე აი ეს ზევითაც ვინ არის იქ მაგალითად. თუ უყურებ რომელიღაცა ფირმას სიტყვაზე და იქ დირექტორს შეხედავ, ხო? უკვე ხვდები ის ენერგეტიკა მთელ სამსახურში როგორი არის, რა კატეგორიას ხო, უკვე გადადის უკვე. ქვეყანასაც იგივე ეხება. ეგრე გამოდის. და ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს კვლევა, ეს თავიდან ვლადიმერმა დამაფიქრა, მე არ ვიცოდი, ეს თემა მე დავიწყე ამის კვლევა რა არის ეს კარმული ენერგეტიკები, აი იერარქიულად თუ აქვს სულს მაგალითად ბევრად მაღალი ლეველი გავლილი. მან რაღაცები დაამუშავა სერიოზულად, თუნდაც სატურნი რა არის, სატურნი კარგი რო გაგძლიერი, ხო? ეს ნიშნავს რომ შენ რაღაცები სატურნის სფეროში უკვე დაამუშავე, რაღაც აი გამოცადე, რაღაცები გაიარე, პასუხისგებლობები გაიარე, ხო? ეს აძლიერებს. ეხლა პუტინი ხო არის დეგენერატი ხა რეალურად, რომ სატურნი სასწორი ყავს. დადასტი, ანუ ეგზალტაცია შეყავს და ეს რას ნიშნავს, იცი რომ აი ვერ ჩამოყარია რა, ეს იდგება ბოლომდე რა, ესე ადვილად თან ძალიან ესეთი თან დამსახურებულად ანუ ფეიკად არ იმაშობ, ანუ მე ეს დავიმსახურე, ანუ ეს ენერგია ეგ იცის რა და ეგ სატურნი თხის ხა მაგალითად ანალოგიურად მყარი არის. სხვა შეს მე ჩემი დაკვირვებით მაგით უფრო სასწორი, აი სასწორი სატურნი, აი სატურნ მერწყულთან შედარებით და სატურნ დაჟე თხისქასთან შედარებით სასწორში უფრო ინარჩუნებენ, იმიტომ რომ საზოგადოებასთან არის კავშირში სასწორი. მაინც. აი საზოგადოებაში სიმყარეს უფრო ეს სატურნი ინარჩუნებს. რაც უფრო სუსტი არის სატურნი, ხო? მით უფრო აი ადვილად შეიძლება საცურებში გაეხვეს ადამიანი. ან კანონსაც ცოტა ხო, და ხშირად ვეუბნები ხოლმე კიდე თუნდაც აი ეგ მომენტი სატურნი ფინანსურად რო უნდა ხოლმე რაღაცები თუნდაც ან რაღაცა, ხო? აი როცა სატურნი მეორე სახლში უზით განსაკუთრებით, ხო? იქ რო არ უნდა მახინაციები გახლართო, შეიძლება ცდუნება გქონდეს თქვა ლილიტი მორიელში ან ლილიტი კუროში ან რაღაცა სხვა ის, მაგრამ ეს პრინციპები რო გესმის უკვე რა იმ ენერგიას შენს რუკაზე როგორ უნდა მოექცე და გამოიყენო, ესე ვთქვათ, უფრო სწორად, ხო? რომ სადღაცაც ხვირი არ წაიმტრიოს. როგორც ახლა მე როგორც ასეთი დემაგოგობა არ შემშვენის ან შენ როგორც აი სილაჩე და აი ვიღაცას ესე დახმარება გითხრას ვერძისეულად რომ აი უცებ რაღაცა სიტუაციაში და შენ მოიცარა ეს გაიარო რაღაც მომენტში მე ესე ვფიქრობ რომ მე შეიძლება ცოტა წინ დაგხვდეს არასასია. მე მეცხოველი არ მიმიტოვებია ქუჩაში. ცხოველები გასაკუთრებით რომ არა მეთქი რაცა. ხო აი ეგ მომენტიც არის აბსოლუტურად მაგას გულისხმობ მეც რომ როდესაც იცი ენერგეტიკულად ერთი არის რომ შეიძლება ერთი და იგივეს თუ წაიმტრევ ხვირპირს, მე რაღაც მომენტში ისწავლე, მაგრამ ნუ როცა არ გჯერა ბოლომდე, მაინც და თუ არა გახსნილი სურვილი იმისა, რომ რაღაც შეამჩნიო შენ თავში და უკვე დააპატენტო თუნდაც რომ ეს ესე არის. ანუ სამყაროს კანონებზე როდესაც საუბრობთ, ხოლმე მაგალითად რამოდენიმეჯერ ძალიან მკაფიოდ გაგშენს გასმული ამაზე ხაზი, ხო, რომ არის რაღაცები, რასაც არავინს არ დაუწერია ფურცალზე 10 მცნებასავით, ხო? მაგრამ მოქმედებს ეს. აი ეს ბუმერანგის ეფექტს რო ვეძახით, რაც აი ხალხში ძალიან გჯერა, რომ შეიძლება სრულიად ურწმუნო იყოს ადამიანი, არაფრის არ წამდეს, მაგრამ იცის რომ ცუც გააკეთებს, ცუდი დახვდება რა. აი მან ბუნებით რჯულსაც ვეძახით ხოლმე ამას. აი კარმულ პრაქტიკებში მან გავდიოდი ესეთ რაღაცას, აი ისევ სელენას ენერგიას უნდა დაუბრუნდე. აი მე და შენ მაგალითად აი სამყაროს კანონების თემა შულდოსნურად, ნუ ძალიან ისე გვაქვს ხო სიტყვაზე. ნუ მე რასაც ვიკვლევდი ხოლმე, სელენა არის რა იცი, რომ ზუსტად კარმული გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში. ეგრეგორს ემსახურა ადამიანი. სულ არ აინტერესებდეს ეს სფერო სიტყვაზე. ბუნებრივად აქვს აი სამყაროს კანონების ცოდნა, ანუ ვერ ირღვევა. ანუ ეს სელენას ენერგია ეს არის რაც გამოიმუშავე ძალიან დიდ ფასადთან. იმუნიტეტი. ძვირი გადაიხადა. ხა მეც მაგალითად ხა ვერძზე რომ მორიელზე რულაპარაკობ და ვერძის ღერძზე. აი მე რომ ეს ჩემი ვერძი შემენარჩუნებინა, ძალიან ძვირი ფასი გადავიხადე ამაში. აი ფაქტიურად რომ შევდიოდი ამ ნეგატივებში, სხვების ნეგატივებში, ხო? და
აი შემეძლო რომ მათნაირი გამختارიყავი მოდი ზოგისნაირი манипуляტორი გამختارიყავი ზოგისნაირი ესეთი ნარცისი გამختارიყავი მაგალითად დიდი გამოცდილება მაქვს მაგალითად ნარცისებთან ურთიერთობის გარკვეულწილად სხვათა შორის ეგ ერთმა ჩემმა ლექტორმა ფსიქოლოგმა დამიჭირა რა რაღაც ნარცისულ კითხვებს ვამო ნარცისები ხო არ გყავსო სახლობლობშიო რა ანუ ნარცისებისგან იცისო ეს ველის გააქტიურებაო რა თვითკრიტიკის გააქტიურება იცის გარშემო ნარცისები თვითონ მე რა შენი ბრალი არის ეგ თემა არის რა და მაქედან დავიწყე ამის კვლევა მე რა არის ეს უკვე სიღრმისეულად მე გავიგე ეს მაგალითად ზღაპარი რომელი გიყვარს ყველაზე ძალიან რომელ გმირში ხარ და ეგრევე გავდივართ ფსიქოლოგიურ პორტრეტში მანდ რა სცენარში ხარ რა როლში ხარ მანდ გავდივართ მაგითი და მე აი ეს სელენა ლილიტზე როცა ვამბობთ ხო ზოგს ძალიან ძვირად უჭდება იმ სელენას დაცვა ეს ძალიან დიდი იმის ფასად ეხლა შენ მაგალითად თუ რამე სევდა გაქვს იმიტომ რომ ფასი გადაიხადე იმ სელენაში და აქ როცა ამხელა მსხვერპლი გაიღო რომელიღაც სულმა ხო ამ ყველაფერში მე იმ ენერგიასთან რაღაც იქ ვერ წარიწყმიტება ის ენერგია ხვდები ანუ სამყარო კი არა შენ არ უშვებ უკვე მაგას რა და მაგიტომ მანდ რო გავდიოდი ხოლმე სულ ეხა მე მარტო ჩემ პრაქტიკებზე არ გეუბნები ხო ხა შენ თუ გამოცადე ეს ჩემი ეზოთერიული პრაქტიკა მაგას რო გავდივართ ხოლმე აი ეგრევე ხვდებიან რა რომ აქ არის ჩემი ძალა, აქ არის ჩემი რესურსი, იმიტომ რომ მე ამაში დიდი ფასი გადავიხადე. და ეს ფასი არის ლილიტი. კი, დიდ სურათში რო შევხედოთ, ხო ხდები? სხვათა შორის, ანუ აი მაგასთან დაკავშირებით კიდე ამას დავამატებდი. წეგან ჩვენ შევხედეთ ზუსტად იმას, რომ ლილიც მივყავართ სელენამდე, მაგრამ ზუსტად ახლა იმ მომენტსაც ვიჭერ რაღაცნაირად რო გითხრა, რომ ნახე ჩემი სელენოდან გამომდინარე ინფორმაცია ჩემი ძალა. ანუ ამასა ესე ძალიან მკაფიოდ გრძნობ. ამიტომ რაღაც მომენტში ზუსტად მესამე სახლი ხო? ხო, აი ეს მესამე სახლის ამიტომ რომ შვილდოსნის ეს არ არის მშვილდოსანი, ეს უკვე აი მესამე სახლის და ამავდროულად იმას გრძნობ ხვდები ზოგჯერ აი საჭირო დრო საჭირო ინფორმაცია მოდის. ხვდები აი ეს მომენტი და ამავდროულად ნახე ზოგჯერ მაგ კიდე რა ვერ დაიჭიროს. შეიძლება აი მაგალითად აი სტატია მომევიდეს ხო ხვდები ანუ შეიძლება რაღაც წიგნი საერთოდ არ წავიკითხო აი ეს მესამე სახლის ლოთ აი უბრალოდ რაღაც თვალი დავხვდო და ამაზე უკვე რაღაცა ნახე მშვილდოსანი ავაწყო მთელი ფილოსოფია ავაწყო უკვე ოღონდ ეს ისე კი არ იყოს რომ ფეიკურად რაღაცას გაბოლებან რაღაცა სხვათა შორის მაგაზე არის შინაგანი ცოდნა აქვს რომელიც აღარ საჭიროებს უკვე ანუ თან ისე რომ არც გჭირდება ამაზე აი ტრიპაჩულად არაკეთებ ამას აი გინდა თუ არა ყველას მოახვიო თავს ეგ მომენტი არა გაქვს იქ სადაც გაინტერესა სადაც აინტერესა და სადაც ხვდებიან ან სადაც ხედავ პოტენციალს რომ შეიძლება ხვდები რომ იმიტომ არის ნათქვამი ხო ანუ უხეში სიტყვა მაგრამ სახარებიდან უდაუყრი ღორებს მარგალიტებს ხო ეს მნიშვნელოვანი არის გასაგებად რატო იმიტომ რომ მე მაგას იცი როგორ ხედავ მაგ სიტყვებს შეიძლება ეს ჩემი თემა არის და მე მეხება მაგრამ ეს არის რესურსების გადაყრა აი მე მაგალითად როცა ადამიანს რაღაცა სითბოს ვაძლევ და იმისთვის ის ფასი არ არის მას არ ჭირდება მისთვის სხვა რაღაცა არის მნიშვნელოვანი შეიძლება ისიც ძალიან მნიშვნელოვანია ის სხვა რაღაცა მაგრამ ფოკუსი იქით აქვს მე კი ამას ვატენი აი აქ უკვე იგივე სურათი არის. ანუ მე ვატენი ადამიანს იმას, რისი ფასიც არ იცის. არ იცის. იმიტომ რომ არ ჭირდება. არა აქ ის სიხშირე, არა აქ ის სხვა სიხშირიდან არის. ანუ სამყარო არის ძალიან დიდი, ხო? და დედამიწა არის აი უამრავი სამყაროებიდან ჩამოსული სულების ის ყველას თავისი ღირებულებათა სისტემა აქვს. თავის სელენები ყავს ყველას. და უცებ მე ჩემი სელენათი სხვა პლანეტაზე მიღებულით ვცდილობ ამ ადამიანთან დაკაკუნების და ის საერთოდ სხვა იმიდან არის, ხო? აი მაგი დავიჭირე მე აი ამ მარგალიტების და ღორის თემასთან. კი, იქიდან გამომდინარე. იმიტომ რომ შენ გამოცარიელებული ხარ. და მთავარი რესურსი ერთ-ერთი დრო მიდის. და ენერგია. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს მე მაგალითად ვისწავლე უკვე ამ კითხვის და შემიძლია დაგეხმარო. იმიტომ რომ ადრე ნახე ეს ენთუზიასტი, მშვილდოსანი ხვდები, აი ზუსტად ეს აი თან მესამე სახლის ეს შქარა მინდა გავცეს ინფორმაცია ხვდები მალე მინდა გადავცე თან კიდე მერკური კარმულ კვანძზე ანუ
დავამუშავე, მინდა რომ გავცე. მაგრამ როდესაც ხვდები უკვე რომ შენი თქმის არ იყოს, არ სჭირდება რა. აღარ სჭირდება. ანუ მოდი რა თვითონ მიხვდეს რომ დასჭირდა და იმიტომ რომ მე რაღაც ნახე თუნდაც ეს რომ ახალგაზრდობა რომ დაარქვა, ხო აი მე ჩემი ეს ახალგაზრდობა ამ სფეროში გავიარე რაღაც მომენტში. იმიტომ რომ ვიღაცა მე კიდე ახალგაზრდა ეხლა ის იქნება ესეთი ხვდები, ვთქვათ. ნუ ვიღაცას გამოიჭერე. ხო, ანუ რაღაც დრო დადგება შენ იმამდე მოვალ მაგალითად ხვდები, ანუ იერარქიულად დროის მიხედვით ესე ვითარდება. იმიტომ რომ რაც თუნდაც კონსულტაციაზე თავდაპირველად საინტერესო იყო შემოქმედებითი თვალსაზრისით ვამბობ. ის შეიძლება დღეს საერთოდ არ იყოს, იმიტომ რომ შენ უკვე წინ წახვედი, იქ უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი დაინახე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. და ზუსტად ის ადამიანები უნდა მოვიდნენ უკვე შენთან. ხვდები, გაიდადი ხარ სხვა რაკურსზე, იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად რა მოხდება ხვალე და ვიყიდო თუ არა ეს მანქანა და რა ვიცი, ამაში გამიმართლებს თუ არ გამიმართლებს. აი მე მანდ როგორი ვარ? მანქანა ვიყიდე, ადრე მოვყევი კიდეც. 3 წუთში, 5-ში არა, 3-ში. არც რუკისთვის შემიხედავს, არც არაფრისთვის. გამოჩნდა უცებ კარგი მანქანა, უცებ ერთი დილერი მთავასობს. შევხედე და გენდობი მეთქი. კარგია თქო და ჩემი გამოცდილებით ძალიან მაგარი მანქანაა. გენდობი მეთქი, გამომიგზავნე ანგარიში ყიდულობ თქო. და ჩემ ქმრისთვის ქონდა წამში გადაგზავნილი და არც დაველოდე პასუხს ის რას მეტყოდა. ეგრევე, всё, მეთქი ყიდულობ. მანქანა ხელში გიჭირავს. ვიცი რამდენი ხანია გიждები ამ ჩემ მანქანაზე. არ ყიდი, რას ლაპარაკობ, არავის არ ვსვამ თან საჭესთან, ისე მიყვარს, ჩემი არის, ჩემი გოგო არის. ესე მგონია ხოლმე სადღაც თან ხოს მოგზაური ვარ და სადღაცა ვარ და რომ მიდერ ვიცი ჩემი რაში მელოდება. მოვახტები და გავაქანებ სადაც მინდა. ხო და აი რა იყო მანდიცი მნიშვნელოვანი? ახლა რამდენი წელი ასტროლოგიაში ვარ. არასოდეს მნიშვნელოვან მოვლენაში მე ტრანზიტებს არ უყურებ. იცი რატო? არ მეშინია რისკის. აი ეგ მომენტი. არ მეშინია შეცდომების. ეგ მომენტია. ვენდობის სამყაროს და ბედს და არ ვარ ჩაციკლული. აი ეგ იცი რა არის არაცნობიერად როცა მოდიან ჩემთან მაგალითად ის გავაკეთო, მე არ ვიწყებ იქ. კი, ნახავ ტრანზიტს ყველაფერს სიტყვაზე. პირველი რაზე ვიწყებ მას რისი გეშინია. ეგრევე თერაპიაში გადავდივართ. იმიტომ რომ აქ როცა მე რაღაცა მჭირდება რომ რაღაც სწორი ნაბიჯი გადავდგა, პირველი ფსიქოლოგიური საკუთარ თავში დაურწმუნებლობა შემოდის. ხას გასმით კიდე ფსიქოლოგიური. ეგ მე მან სიტყვებში ვხედავ რომ თავდაურწმუნებლობა, რისკის შიში, დანაკარგის შიში, ანუ მან იმღელა ოჯახური და ფსიქოლოგიური პატერნები არის ზედაშენებული. ეგ რას ნიშნავს, იცი რომ მე რო უთხრა ახლა რომ კი, კარგი პერიოდია შეიძლება გააკეთო, დამშვიდდება, გააკეთოს, მაგრამ მუდმივად იქნება დამოკიდებული სულ ასტროლოგებზე ან ესეთ რაღაცებზე, იმიტომ რომ ეს არის შფოთვის, შემცირების რუტინა. აქ სუფთა ფსიქოლოგია და რატო გეუბნები, იცი რომ აი ნახე ახლა უცებ გავაკეთე რაღაცა ამ განწყობით სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ ხოლმე ხვდები ანუ მე არ ამაქვს შეცდომების кейსები ზუსტად მაგიტომ რომ არ მეშინია გარისკვის იმიტომ რომ არ ამაქვს მან რომ აი ეს რისკის შიში და დანაკარგის შიში ანუ ეს მთელი იერარქიებით არ ამაქვს აწყობილი დამუშავებული ხო არა გაქვთ არ გქონდა ეგ თავიდან ანუ მე ეს ვერძული ეს ყოველთვის მაქვს რა ეს ძალიან გაბედულება აი ახლა შენ თუ ხო დატესტე შენ თოზე ოპა აკეთებ ხო ანუ ზუსტად ნახე ეგეთი ისა მაგ დრაივი რა მაგრამ თუნდაც დიალოგის ფორმატი მოდი ეგ მინდა ზუსტად გითხრა რომ ეგეთი კონსულტაციით რომ მოდი ეგრევე თერაპიაში შემყავს ეს არის თერაპიული პროცესი ეს არის რატო გაქვს რისი გეშინია გენა აქ ახლა ესეთი ასპექტებია შენ რას გრძნობ აქ რა გქონდა მანამდე და ეგ მე მიდის უკვე როგორი განხილვა რომ ეს პროცესი დიდი ტრიგერი ხდება მთელი მისი წვენა წარმოქმნების და იქ უკვე არის სამუშაო სხვა რაღაცაზე. იმიტომ რომ მე ვეუბნები რომ შეიძლება ეხლა გამოგივიდეს კარგად, გითხრა კარგი ასპექტები, მაგრამ ეს არის რომ აი ხალხს რო სტრესი აქვს და იმ დღეს გამოიღებს ტორტს და შეჭამს და წმარდება იმ საღამოს, მაგრამ ხვალ ისევ სტრესი, ისევ გაახსენებს. ანუ ლოკალიზება ხდება ენერგიისეულად რაღაცა კონკრეტული საკითხის, რომ ოღონდ ეხლა მშვიდად და არ ხო, ეს არის. სულ მაგაზე ლაპარაკობ, რომ ასტროლოგიის გამოყენება, რელიგიასაც მასე იყენებენ, იცი რომ იქ სანთელს დავანთებ, ვაიმე, ჩემი ოჯახი კარგად იქნება. უდიდეს შფოთვას ამცირებენ ფსიქოლოგიურად, რუტინებით ეს მაგიას ემსგავსება. ანუ იქ ასტროლოგთან მივალან, სანთელს დავანთებან რაღაცა, ეს არის როგორ იცი რომ მე რაღაცას გავიღებ,
ფსიქოლოგიაში უფრო ობსესურ კომპულსური აშლილობის ფორმა, ოღონდ ზოგს რელიგიაში აქვს გადასული, ზოგს ასტროლოგიაში. როგორც დაჟე ამბობენ ეს ზომიერად კი ოკეი არის ესე ვთქვათ, მაგრამ აი ის რომ რასაც შენ ამბობ თუნდაც რო კვებში გადასული მოკრო ეს აუცილებლად უნდა ვკითხო, იმიტომ რომ აქ არის ისევ და ისევ ჩემი გადმოსახედიდან კიდე ზუსტად რა პასუხისგებლობის ვიღაცაზე გადაბარება. აი იმიტომ რომ პასუხისგებლობა რატო არის თუნდაც რო ავიღებ ხოლმე რომ შეფი იღებს ყველაზე მეტ ხელფას, ესე ვთქვათ. შეიძლება ისინი ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ, ვთქვათ, ქვემოთ, მაგრამ პასუხისმგებლობა ღირს ძვირი რეალურად, როცა სატურნისეული სტრუქტურა არის, იმიტომ არის სატურნე, ესე ვთქვათ, ზენიტში რაღაც მომენტში, ხო, რომ ეს არის საკმაოდ ძვირად ღირებული პასუხისმგებლობა. და ანუ ამას უკვე მე თვითონაც ცხოვრებაში ვხვდები და აი მაგას ვცდილობ ხოლმე მე უკვე რო აი ამ პასუხისგებლობას შევახვედრო და შეხავ ხარ უკვე აი ეს თერაპიულად რო შედიხარ ამ პასუხისგებლობასთან და აი ზუსტად რასაც ამბობ ხო რომ აი ამ შიშს რო უხსნი ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ всё ჯადოსნური ჯოხი გააძრო ვიღაცამ და всё აი მორჩა ეს არა აი ამასთან რომ მიყავს იმიტომ კიდევ ერთხელ ხას გასმით ფსიქოლოგიური ტექნიკები ამ ფსიქოლოგიური საბაზისო ცოდნა რომ არ ავნო იმიტომ რომ იმ შიშთან რომ მიყავს იქნება და უარეს პანიკაში აკდებ მე ანუ ესე რომ ვთქვა რესურსად რას აძლევ ის გამოაცალე, მაგრამ რას აძლევ? ალტერნატივას თუ არ აძლევ, რატო უნდა გამოაცალო ეს? იმიტომ რომ მე თვითონაც მქონია მომენტი, როდესაც ერთ-ერთ кейსში ესე ვთქვათ, ადამიანმა სამსხურს თავი დაანება, საკმაოდ ვაფშე სხვა ცხოვრებით წავიდა და ერთი ადამიანი მეუბნება, რატო წავიდეს? რა ვუთხრა? ანუ ამ ადამიანს ესე ცხოვრება, მე ვერაფერს ვერ უკეთეს სამსხურს მე ვერ ვთავაზობ. ეს სწორია თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის მიხედვით. ოკეი, ამაზე ვთანხმდებით, რომ არ არის სასიამოვნო, მაგრამ ვინაიდან მე არ შემიძლია ალტერნატივა შევთავაზო მას, ის მე იმას ვტოვებ თავის რესურსში. всё. ამიტომ ანუ ესე რომ ვთქვათ, რომის პაპზე მეტი კათოლიკე არ ხვდები ამ სიტუაციაში რა და სადაც მე ცურვა არ ვიცი, ვცდილობ არ ჩემი თავი დავიხრჩო და არც სხვა შევყვერო. ის მომენტი არის მაინც მნიშვნელოვანი, რომ გააგებინა ადამიანს, რომ ის აქ არის ახლა ამ შიში არის, ამ ობსესურ კომპულსურ რაღაც იმაში, ბოლაში არის ჩართული და არაფერ შუაში არ არის საქმე და მოვა თუ არ მომენტი არის, რომ ეს აშლილობის მომენტი, ოკეია, ჩემთვისაც ზუსტად რომ მიანიშნო ამაზე. მაგრამ აი აქ რატო ვამბობ ახლა შენ როდესაც გააქვს ეს ცოდნა თამოახლა მე ყოველ შემთხვევაში როდესაც ვხვდები აქ რა ხდება და როგორ ხდება, ჩემს დონეზე ვამბობ თუნდაც, ხო? ანუ ვიცი სადამდე შეიძლება მივყვე, სადამდე შემიძლია ვაგრძნობინო, ხდები? აი ეს არის ზუსტად ზღვარი. როდესაც ხვდები რომ ადამიანი უკვე ან შუშის თვალებით გიყურებს, ან კიდე კი ინტერესშია, მაგრამ უკვე იმდენად ხო ეგ უკვე ჯობია რომ მაგი არის მართვა პროცესი, ამას ვეძახი. აი მაგ პროცესი ჭირდება ზუსტად მართვა და პასუხისგებლობა არის შენზე, რომ მართავ მაგ პროცესს, რომ იქამდე გაიყვანო ადამიანს, სანამდე უნდა გასვლა და შეუძლია. აბსოლუტურად. და შენ ამას ველის თეორიაში როგორ ვეძახით, იცი მაგას? სხვა შეიძლება ძალიან საინტერესო პრაქტიკა იყო ის ჯგუფურ თერაპიებშიც, თუნდაც ჩემ ასტროლოგიურ თერაპიებშიც, გეშტალტ თერაპიებში ჯგუფურში. არის ესეთი ველის თეორია როდესაც შენ თერაპიულ პროცესში ხარ, როგორც თერაპევტი მაგალითად, კლიენტთან, მანდ მიდის ენერგეტიკის გაცვლა. აი ახლა მაგალითად ჩვენ გქონდა თქვენ მოგიყვებით, მე და ამირანს ესეთი кейსი, რომ ვართ თერაპიულ პროცესში და მე დავინახე სურათი, ხა ფიზიკურად კი არა. აი პირდაპირ სილუეტი, ყველაფერი შეგრძნებებში შემომივიდა რაღაც სიუჟეტი შენთან და ვიცი, რომ ის ამას გრძნობს. და ვეუბნები რა ხდება, აი იქ დააკვირდი და აი რაღაც ეს არის და მე ვიცი პასუხიც, ვიცი და ის ვიგრძენი რაც შენ მე აღწერე, ზუსტად ეგ ვიგრძენი, არ მინდა ხა შენ გარეშე ვთქვა და ზუსტად იმას ამბობს. ესე და ხო ვიცოდი რა გიყო მეთქი რა. ანუ კი ჩემ გავაოცებ ზუსტად მაგან დაიმსახურა რომ ის იმ ადგილას სხეული სადაც მე ვიგრძენი ვთქვა შეხება ან კიდე სიტბო ან კიდე სხვა დონის ესე ვთქვა კინესთეტიკა ანუ თამომ იგივე აღწერა ზუსტად ეს არის ველის გაერთიანება ესე ვთქვა და სწორ დროს ან სწორი ადამიანები რო იკრებიან რომლებიც იკვეთებიან ერთმანეთთან რომლებსაც უკვე თუნდაც
დავარქვათ კარმა, ბედისწერა, ანუ ვის როგორ უადვილდება ეს გასაგებად, თორე ჩემთვის რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი აღმოჩენა და გაოცება. ანუ მე დღესდღეობით ამას დავარქმევთ ზუსტად ესე ბედის საჩუქრად ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ როდესაც ამას უყურებ და თერაპიაში მithumetes, როდესაც ხარ ადამიანი და უყურებ ადამიანის სხეულიც კი როგორ იცვლება, იმიტომ რომ მე წეგან ზუსტად მქონდა იმაზე აქცენტი როგორ გახასხასდა ფერები. იმიტომ რომ რეალურად ნუ ტვინი გონება ამას გინდა არეგულირებს, იმიტომ რომ დღესდღეობით როდესაც თუნდაც გაჯეტები არის შემოსული, ხშირად ვახსენებთ ხოლმე თუნდაც NLP-სეურად, ხო, რომ როგორც გინდა ისე უნდა მოაწყო, ხო, აუწიო, ჩაუწიო და ჩემთვის უბრალოდ ამ თერაპიის შემდეგ რაც შენ დამითმეთ რო ხდები, აი უცებ როგორც რო გახსნი და სურათი ლამაზი სურათი რო გახასხასდება ესე ვთქვათ რაღაც შინაგანი ბლარი სავარაუდოდ ენერგეტიკული მოიხსნა და კონტაქტზე გამოხვედი და რატო აი თან რას მინდა რატო ვუწევთ ხოლმე ამ ეკრანზე თუნდაც ისევ ეს ხატოვნად რო ავიღოთ იმიტომ რომ ორი ვარიანტია ძირითადად ან იმიტომ რომ მინდა ენერგია დავზოგო ან იმიტომ რომ თვალებს ძალიან მტკენს ის რასაც მე ვუყურებ შეიძლება სურათი კარგია მაგრამ მე თვალებში ძალიან მანათებს და ამიტომ არის ხო ეს რაღაცა თქვი ახლა ფსიქოლოგიურად კი და აქედან გამომდინარე უკვე როდესაც გააქვს ამისი ჯანმრთელი თვალები უკვე რომ ამაზე ან თუნდაც დამცავი გააქვს უკვე ისე რომ აღარ გტკენს ვთქვათ ეს ლილიტი შენ აღარ გტკენს всё ეს ბლარი მიდის და ამას უკვე ხასხასად ხედავ ხო და ეგ არის ზუსტად ველის თეორიაში რა ხდება იცი რომ ენერგეტიკით ვეხმარებით ერთმანეთს ანუ მაგიტომ არის რომ რო გითხარი ამდენი თერაპევტი გამოვიცვალეთ ხო რო ხედავ რომ ის ენერგია ჩემთან ვერ ქაჩავს და საბოლოო ჯამში მე უფრო თერაპევტი ხდებოდი ხოლმე ჩემი თერაპევტების ანუ ენერგია აქ გეუბნები სიტყვები შეიძლება ყველა მერც იგივე თქვას მაგრამ ენერგეტიკული ველი უნდა იყოს უფრო ძლიერი ვიდრე შენი ან მინიმუმ თანასწორი მაინც უნდა იყოს რომ ეგ ერთმანეთზე ზემოქმედება მოახდინოთ ხო და აი ამ თერაპიულ პროცესში შენ რასაც გადიხარ მე ხარ რასაც ჩემს კლიენტებთან გავდივარ მე იქ ვარ თლიანად ემოციურად ენერგეტიკულად აი თაში წარმოვიდგენ ხელი რომ აქ ჩაჭიდებული და რო ვიცი რომ უჭერს და აი შენ რო თითქოს აი ამ გზნობებით ემოციით სიყვარულით ეხმარები რომ გაკაჩოს ეს ხო ხდები რა აი ეხმარები რაღაც ენერგეტიკულად არ ვიცი ეს როგორ ის არის და მე რო გავდიოდით ამას ველის თეორიაში და მაგაზე დგას ახლა ხო მთელი ეს ფსიქოლოგიური განხრები აქ მივხვდი რომ მართლა ეგრე არის იმიტომ რომ ისინი ზგრძნობენ ხოლმე ჩემ ენერგიას მეც გრძნობ ხოლმე მათ ენერგიას და და მათ ენერგეტიკულ ველში რა პროცესი არის ისიც იგრძნობა შენ შეიძლება გრძნობ აი ამ შენ აი ეს სენსიტივიზმი თუ არ არის აი ხა შენ რაც თქვი კლიენტთან სადამდე გაკაჩავს გაყვები თუ არ გაყვები ამას სხვანაირად ვერ იგრძნობ თუ აი ამ ველის თეორიაში არ ტრიალებ და თუ კლიენტთან ველში არ ახარ კი ანუ მაგ ჯერ მარტო ორ ადამიანთან ჯერ ეგეთი ისევ რაღაც მომენტში სახარების სიტყვები მახსენდება ხოლმე მაგასთან სადაც 2 და 3-ია ჩემი სახელისათვის და აქ აუცილებელი არა თუნდაც ეს რელიგიურად მიიღო ღმერთის სახელისათვის ხო ვისაც როგორც წამს ისე შეიძლება იმიტომ რომ როდესაც 2 ერთიანდება ერთი მიზნისთვის და აქ ჩემი სახელისათვის არის ჭეშმარიტების სახელისათვის ხო ერთი მიზანია ხო გამაერთიანებლებისათვის ესე ვთქვათ სამყაროსთან რომ არისო ჯახში ესე ვთქვათ რა იქ უკვე ბევრი რამე ლაგდება. ამიტომ ზუსტად და ეს ველის მომენტი, როდესაც ჩვენს უნივერსიტეტში გავდიოდით, ამ მომენტს რა ეს ველი უნდა შეგეგრძნო ენერგიულად ჯგუფში მაგალითად. რა თქმა უნდა ზოგმა შეიძლება არც მიიღოს. ხდები, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში დღესდღეობით როგორც ახსენე უკვე არის სხვადასხვა განხრები, ზოგი ამას მისდევს, ზოგი იმას, მაგრამ ზუსტად გეშტალტის მომენტი ზუსტად აქედან გამომდინარე მომწონს რომ გაბრუნებს სხეულთან ენერგიასთან შეგრძნებებთან აქ და ახლა ველთანაც კონტაქტში გადიხარ მე რომ კი აქ და შენთან რო ხარ სხვებთანაც იგრძნობ მე იმ ენერგიას იჭერ კარგად აბსოლუტურად ეგ არის ძალიან მე მგონია საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მე იმედია ოღონდ ვერ ხვდები რამდენი გავიდა 2 საათი ვილაპარაკეთ ხო და ჩვენც სხვა გოეჩქარება გოიგოიხავ ძალიან დიხანი გაგვიგზელდა მეგობრებო ახლა თქვენ 2 ასტროლოგის საუბარი მოისმინეთ ეს უფრო ჩვენ შორის დისკუსია იყო უფრო გაცვლა იყო აზრების ძალიან დიხანი გავიდა მაგრამ მე მგონი საინტერესო გამოვიდა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან
სასიამოვნო და საინტერესო იყო და იმედი მაქვს რომ ზუსტად ველის თეორიით დავამთავრე და იმედია რომ ზუსტად მოხდება ეს ადამიანი ამ ვიდეოსთან ვინც თავის საჭირო მარგალიტს აიღებს. კი გძელი არის, მაგრამ მაინც ყველა რაღაცას იპოვით თქვენსაც. მადლობა მოსმენისთვის. ძალიან გთხოვთ რომ კომენტარებში დაგვიწეროთ რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, თქვათ. ნუ რა არ მოგეწონათ, ძალიან უნდა მივიდეთ ახლა. მაგრამ ახლა 2 საათი აზრ გავისარჯეთ, თუ რამე არ მოგეწონათ, ცოტა გადაყლაპეთ. ნუ 800 სკროლავთ. მაგრამ მართლა ეხა თუ რაღაცა შენიშნები იქნება, მაგრამ მაინც თქვენი აზრი გაგვიზიარეთ. თუ ამირანთან მოგინდათ დაკავშირება, გვექნება აქ მისი კოორდინატები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, იმიტომ რომ ერთთან საინტერესო, ორთან უკეთესია, ვიცით, სხვადასხვა აზრი უფრო მნიშვნელოვანია. მეგონი ჩვენ საუბარშიც ეს გამოჩნდა, მაგალითად, რომ რამდენი თანხwebdriver გვაქვს, მაგრამ რამდენი რაღაცა ცოტა აი ერთმანეთს ვავსებთ ხო რაღაც ძალიან საინტერესო არის ზუსტად აი ეს რომ გვერდით ამ ხრიდან იმიტომ რომ ორივეს იუპიტერი ანუ რომ მომწერათ ამ ის რა ქვია მოდი ჩამოდიო მაგრამ ბათუმში ნუ გადადებო ძალიან და მეთქი მოვდივარ და მეთქი ჩვენი ზეციური იუპიტერები დაგხარიან ორივე სასწორში აი ეცეთ რომ წერს რა ესაო როდის თვის ბოლოს რაღაცა თქვი და ეხა მე ჩემი ურანი რა ვიცი სად ვიქნები თვის ბოლოს მეთქი მოდი რა აი ეხლა და ნახდი და მგონია რომ კარგი საინტერესო საუბარი გამოვიდა აუცილებლად კიდევ დავპატიჟებ ჩემთან ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში კიდე სანამ დაასრულებს და მე მინდა მადლობა გითხრა პირადად შენ ასეთი პირველ რიგში ამ ვერცული ენერგიისათვის რა ეს ვერძის მარსის ნათელი ენერგია დღეს განსაკუთრებით კიდე მკაფიოდ ვიგრძენი რა ვიცი თავს ეხლა რეალში უკვე ხარ აი ეს უკვე ხო ეს არის ენერგია რომელსაც ეხები ესა ვთქვა და მადლობელი ვარ შენს აუდიტორიასთან გაცნობისათვის ესა უკვე ძალიან მადლობა რომ გამდიდრე ჩვენი აუდიტორია რაღაც კიდე ახალი დამატებით ბევრი საინტერესო ინფორმაციებით მადლობა მეგობრებო დიდი გემშვიდობები და ველოდებით თქვენ კომენტარებს ან ლაიქებს შევეგუე რომ არ მიწერთ ხოლმე მაგრამ მაინც გახსენებთ დროებით